მოგესალმებით მეგობრებო, იოგას აკადემიის პოდკასტზე. დღეს ჩვენი თემა არის იოგა ნულიდან, ანუ დამწყებთათვის, ვისაც მცირე ინფორმაცია აქვს იოგასთან დაკავშირებით, ასევე იქნება რჩევები დამწყებთათვის, მოკლედ ყველანაირი ის ინფორმაცია, რაც საწყის ეტაპზე ადამიანს სჭირდება, მაგრამ არა მხოლოდ დამწყებთათვის იქნება ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ შეიძლება დიდი ხანია დაინტერესებული ხართ, მაგრამ ვეცდებით, რომ ისეთი ფორმით ავიყვანოთ, რომ ყველასთვის რაღაც სიახლეები იყოს. ჩვენთან ერთად არიან მარიამ ხელაძე. მოგესალმებით. და თეა გიაშვილი. მარიამი არის ინსტრუქტორი, თეაც ინსტრუქტორი არის. მარიამი არის ჩვენი წევრი 2018 წლიდან. 12 წლიდან გადავნებთ თვალს. ხო. და რაღაც ჩვენ მე ჩამოწერილი მაქვს საკითხები, ანუ შენც გაქვს იგივე პუნქტები, რომ ესე თანმიმდევრულად მივხვეთ რაღაცებს, მე წავიკითხავ რაღაცები, შენ წაიკითხე და მეც აქტიურად იქნება. აუცილებლად. მეც შემოგერწდებით. ხო, აუცილებლად. ესე იგი, პირველ რიგში გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, ანუ რა იყო თქვენთვის мотиваცია, როგორც აი თქვენ როგორც დამწყები. მეც ვიტყვი, ანუ მე როგორც დამწყები, როგორ დავინტერესდი იოგათი და მე გადავიდეთ ზოგად თემებზე. აი მე წინასწარ დავაანონსებ ამ თემებს. ეს არის პირველი არის რა არის მოტივები ზოგადად, რის დატომ უნდა დავიწყოთ იოგა საერთოდ. მე არის პირველი გაკვეთილი, ასე პირველ გაკვეთილზე რომ მოდის ადამიანი, რა უნდა გაითვალისწინოს და ზოგადად პირველი გაკვეთილის რჩევები არის გავრცელებული შეცდომები იოგას პრაქტიკისას, როგორ ავირჩიოთ სწორი ფორმა იოგასი, რა არის მიზანშეწონილი ჩემთვის, კითხვები ჯანმრთელობაზე და როგორ მიუდგეთ ზოგადად იოგას პრაქტიკას, ანუ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები არის. ანუ ბოლოს რაღაც 9 პუნქტი არის. ანუ შენ ფაილში გექნება და ის პუნქტები არ გამოთავაზოთ. შეგვიძლია დეტალურად გავიაროთ. მანამდე შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ვიდეო და მოკლედ დავიწყოთ. ანუ ესე იგი დავიწყოთ იმით, რომ ხო, მარიამ შენ მოგვიხევი, რა იყო შენთვის მოტივი იოგას დაწყების? ესე იგი მე 2012 წლიდან ვადევნებდი იოგას სახლის Facebook გვერდს თვალს და ძალიან მომწონდა და ყოველთვის აღფრთოვანებაში მოვყავდი იმ სხეულებრივ ასანებს, რომელიც მხდებოდა ამ გვერდზე, ანუ ეს ფიზიკური, ასე ვთქვათ, პოზები, ძალიან მომწონდა ეს ასანები და მოკლედ ესეთ ესთეტიურ ტკბობას განვიცდიდი ამ ფოტოებით. მე უნდა ხო წინასწარ დავაანონსებ, ბოდიში რომ გაწყვეტინებ, ჩემს აღსარებას ეხლა მე რაღაცა. ზოგადად იმასთან დაკავშირებით. იოგასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მომწონდა, თუმცა რადგან ანუ შორსი იყო ჩემი სახლისგან, ვერ დავდიოდი, ასე ვთქვათ. მე ანუ ესეთი ის იყო ჩემ ცხოვრებაში, ესეთი გამოცდილება მქონდა, რომ 3 თვის შუალედით გარდამეცვალა ბებია და ბაბუა, რამაც ძალიან ესეთი დიდი ემოციები გამოიწვია ჩემში, ანუ ორივეს ჰქონდა რაღაც ისეთი დაუძლეველი სხეულებრივი დაავადება და აი ზუსტად მაგ მომენტში ჩემს თავს, ასე ვთქვათ, დაპირებასავით მივეცი, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დავაპრიორიტეტებდი, ვიზრუნებდი ჩემს ჯანმრთელობაზე და რაღაც ისეთ ყოველდღიურობას შევძენდი ჩემ ცხოვრებას, სადაც ეს ასპექტი იქნებოდა გათვალისწინებული. და აი ამ მოტივით ზუსტად და კიდე იმ დამთხევით, რომ 2018 წელს ჩემ სახლთან უფრო ახლოს გაიხსნა თქვენი სტუდია, ეს ორი რამე ერთმანეთს დაემთხვა და მოვედი. თუმცა გარდა ამისა, რომ ფიზიკურ და ასე ვთქვათ, ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად ყოველთვის ანუ ვიაზრებდი იმას, რომ იოგაში იყო უფრო მეტი სიღრმე, რომელიც შემეძლო რომ აღმომეჩინა, თუნდაც სულიერი ტრანსფორმაციის თვალსაზრისით რაღაც მიდგომები, დამოკიდებულებები გადამიაზრებინა და ამით კიდევ უფრო მეტი საზრისი შემეძინა ჩემი ყოველდღიურობისთვის. ამას ვიაზრებდი, ესე ვხედავდი შორიდან და ეხლა გზადაგზა მივყვები ამ ყველაფერს, როგორც ფიზიკურ გაჯანსაღებას, ისე
ცნობიერების თვალსაზრისით ტრანსფორმაციას. ძალიან კარგი. ხო, ამ შემთხვევაში არ იყო ეს მომენტი, რომ დავუშვათ ფიზიკურად ჯანსაღი, ანუ არ მქონდა საერთოდ ეს გააზრებული, რომ დავუშვათ ამაში ან დამეხმარებოდა, ან მჭირდებოდა, ან ამაზე უნდა, კი ბატონო, ამაზე უნდა მეზრუნა საკმაოდ დიდი ხნის წინ აღმოვაჩინა იოგა ზოგადად, უბრალოდ არ მახსოვს რატომ მომეწონა. არ მახსოვს, იმიტომ რომ ეს არ იყო ასანების სილამაზე. ეს იყო ალბათ 8 წლის წინ, 9 წლის წინ აღმოვაჩინე, უბრალოდ აღმოვაჩინე, არ დამიწყია არანაირი პრაქტიკა. ეს არ იყო ის, რომ დავუშვათ ასანების სილამაზის გამო. და შემდეგ ან დავიწყე YouTube-ზე პატარა ვიდეოების ყურება და ვცადე მე თვითონ მოტივაცია რა იყო? ხო და არ მახსოვს. იმდენი წლის წინ იყო რომ არ მახსოვს. აი წელს ვფიქრობდი რომ შენსანამ გისმენდი რომ აი რა იყო, მაგრამ არ მახსოვს. დავიწყე პრაქტიკა, სხვათა შორის დილის 6 საათზე ვდგებოდი, ძალიან რუტინაში გავიხადე, მაგრამ დავანებე თავი. გავიდა პერიოდი ისევ დავიწყე, ისევ დავანებე თავი. რისი თქმა მინდა რომ იოგა იყო ერთადერთი რასაც დავანებე და დავუბრუნდი ძალიან ბევრჯერ და ამიტომ აი ახლა მივხვდი ცოტა ხნის წინ 6-7 თვის წინ რომ ეს იყო ის რასაც აღარ უნდა შევშვებოდი და ამიტომ იოგას აკადემიის ინსტრუქტორთა კურსი ვნახე 4 წლის წინ და ოცნებად ვქონდა მართლა იმდენად მინდოდა რომ ეს უნდა გამეულო ეს კურსი უბრალოდ ხან ვერ მოვასწარი და რეგისტრირება. სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოვახერხე და წელს მახსოვს რომ დავრეგისტრირდი. ხوار მესაუბრე და შეიძლება შენ გესაუბრე და მე ძალიან ახტოვანდა ბედნიერი ვიყავი რომ დავრეგისტრირდი, მოვასწარი და აი ვერ ვმალავდი ჩემს სიხარულს და ბედნიერებას რომ აი მოვასწარი და ამჯერად დავრეგისტრირდი მოკლედ. ხო და აი მე უკვე გავაცნობიერე ის რომ თურმე რა კარგია ჯანმრთელობისთვის და ნუ ხო რო კომპლექსურად შეხედე ამ ჯანმრთელობის კი ბევრ რაღაცას შეხედე მე აბსოლუტურად სხვანაირად. ხო მეც ვიტყვი ასე იგი სხვადასხვა ეხლა რა თქვი ანუ გაახლობლების გარდაცვალება მე 11 წლის ვიყავი ესე ზუსტად 3 თვის ინტერვალით ანუ დეკემბერში და თებერვალში ბაბუა ჩემი გარდაიცვალა და მამა ჩემი გარდაიცვალა და ეგ იყო რაღაც ფაქტორები ანუ როგორ არ იყო ანუ ძალიან განვიცადე და რაღაცნაირად მამოტივირებელი იყო ჩემთვის რომ რაღაცა სულიერი ძიებაში რაღაც სულიერი ის მქონოდა ასე ვთქვათ რაღაცას დაფიქრება მე მგონი მაგ დროს უფრო ინტენსიურად კითხულობდი სახარებას და სულიერი ძიების პროცესი იყო და იოგა ესე უკვე რაღაც 13 წლის რო ვიყავი ან 14 წლის რო ვიყავი დავინტერესდი როგორც სულიერი გზით ანუ გზით იმისა რომ რა არის ეს ცხოვრება გარდა რაღაც მხოლოდ აი ფიზიკური რაღაც არსებობისა ეს იყო და სხვადასხვა მე დავინტერესდი ასანებით ანუ სპორტით მანამდეც ვიყავი დაინტერესებული და სპორტს მივსდევდი სხვადასხვა ფეხბურთი და რაღაცა მაგრამ ზოგადად პირიქით არის რომ ჯერ ასანებით იწყებენ მე სულიერ პრაქტიკაში გადადიან მაგრამ ეს ალბათ კიდე რა იყო იცით მე თინეიჯერობის კრიზისი რაღაცა საკუთარი თავის ძიება რაღაცანაირად ვერ აღვიქვავდი რომ ჩავტეულიყავი რაღაცა აი ვიწროთ ქართულ იმაში ასე ვთქვათ აი რა იყო იცით ჩემთვის ესეთი რა მიბიძგა რომ ანუ ვერც არ მომედგინა რომ რაღაც ჭეშმარიტება მარტო ასე ვთქვათ ყოფილიყო ექსკლუზიური საკუთრება რომელიმე ქვეყნის ან რომელიმე რელიგიის და რაღაცნაირად აი გარეთ ვეძებდი რომ რა შეიძლება იყოს არა მარტო ინდურ რელიგიის მიმართ მაგრამ ეს იყო ჩემი მოტივი რა დაწყება და ნუ მე უკვე სხვადასხვა ასპექტები და მოკლედ ეს ხო რაც შეეხებოდა ჩვენს ინტერესებს. შემდეგ ხო განმარტოთ იოგა. მოდი იოგას განმარტება შენ დაიწყე მარიამ და მე ჩვენ შევავსებთ. რა არის იოგა? ესე იგი დამწყებს რა შეიძლება უთხრათ? ანუ იოგა ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პრაქტიკა და ან მოიცავდეს ასანებს და ასე ვთქვათ სხეულებრივ პრაქტიკას.
ასევე არის ცნობიერების მართვის მეთოდი, ცნობიერების კონტროლის მეთოდი და ეს ორი ძირითადი კომპონენტისგან შემდგარი ცნება შეიძლება იყოს, რომელიც მოიცავს როგორც სხეულებრივ პრაქტიკებს, ასევე ცნობიერების პრაქტიკებს, რომელიც გვეხმარება ჩამოვაყალიბოთ გარკვეული დამოკიდებულებები, ანუ გარკვეულწილად გადავიაზროთ რაღაცეები, მართოთ ჩვენი დამოკიდებულებები და ვაკონტროლოთ ესენი. რაც ესეთი. და ხო, მე განვორცობთ ამ თემებს და არსებობს ესე იგი სხვადასხვა სახეობის იოგა, ჰათა იოგა, აშტანგა იოგა, მანტრა იოგა, კუნდალინი იოგა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სახეობები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც სხვადასხვა მიმართულებები, რომელსაც სხვადასხვა ეფექტი აქვს. მაგალითად, ჰათა იოგა უფრო ფიზიკურზე ორიენტირებული იოგა არის, აშტანგა იოგა, ჰათა იოგას სახეობა არის, ოღონდ უფრო დინამიური არის. უფრო მარტივად რა ვქოთ, მაგრამ კუნდალინი იოგა ადამიანის ენერგეტიკულ რესურსებზე ორიენტირებული სისტემა არის, აქ ფიზიკურზე ნაკლები აქცენტი არის, ხოლო რაც შეეხება ბჰაქტი იოგას, ბჰაქტი იოგა არის წმინდა სპირიტუალური იოგა, სადაც არის რელიგიური კომპონენტები, რაც ეხმარება ადამიანს, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, სიმბოლური, გარკვეული სიმბოლოების მეშვეობით მოახდინოს კონცენტრაცია. ამა თუ იმ ენერგიაზე, ამა თუ იმ ასპექტზე. ესეთი დაყოფა არის. შენ უნდა აირჩიო იმის მიხედვით, რა გაინტერესებს, ანუ მხოლოდ ფიზიკური ამოცანა გაქვს, თუ სულიერი ამოცანა გაქვს. ანუ ეს საკმაოდ ვრცელი თემა არის, ახლა ძალიან დამწყებს, მე მგონი ჯობია რომ არ გავშალოთ ეს, იმიტომ რომ ძალიან ისეთ წიაღსვლებში რო არ ჩავიდეთ, ისე თქვათ ისიც რომ იოგა მოდის ინდოეთიდან, იოგა შედგება რა კომპონენტებისგან შედგება, ანუ ეთიკური განზომილება აქვს, სუნთქვით, ხო, ფიზიკური განზომილება არის, ხო, იოგაში სუნთქვითი კომპონენტები არის, მედიტაცია არის იოგაში, ხო, კონცენტრაცია, ანუ ყურადღების, ეს არის ესე ვთქვათ, ერთი მხრივ ეთიკური განზომილება, სხეულებრივი განზომილება და არის ასევე ჭრეტელობითი, ანუ სულიერი განზომილება. ჭრეტელობითი და სულიერზე რო საუბრობ, აუცილებლად რელიგიურად არ უნდა გავიგოთ, რომ ვთქვათ, იოგა, ვთქვათ, მე მართლმადიდებელი ვარ და ესე იგი, ჩემთვის არ არის მისაღები იოგას სულიერი ასპექტები. ეს არის შენ როგორ შეხედავ და ეგ თანამედროვე სამყაროში მე მგონი ესე აღარ უნდა იყოს ესე წინამდებობრივად რა. ხო, დაახლოებით იოგა ამ კომპონენტებისგან შედგება. დაახლოებით 2500 წლის არის, რაც ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ შემხედრია ანუ ძალიან არაზუსტი ინფორმაცია, ძალიან დილეტანტური, რომ იოგა რაღაცა მილიონობით წლის არის თუ რაღაც ათასობით წლის რა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რასაც კვლევრები, რასაც მეცნიერები და ასე შემდეგ, რაც დასტურდება, 2500 წლის ტრადიცია არის. რომელსაც ჰქონდათ სხვადასხვა მიზნები. ერთ-ერთი მიზანი იყო გონების სიმშვიდის მიღწევა, შემეცნება საკუთარი თავის, საკუთარი ნამდვილი ბუნების შემეცნება. სამყაროს შემეცნებაც, ხო? ხო, სამყაროს შემეცნებაც. კი, საგარე სამყარო არის იოგაში წარმოდგენილი როგორც სარკე, რომელშიც არეკლილია. კი, რომელშიც მე უნდა ვიყო არეკლილი, ანუ ეს არის მატერია, რომელიცაც დავინახავ სუფთა სახით, მასში ავირეკლები მე და იოგა ასევე ფილოსოფიური თვალსაზრისით არის მოძღვრება, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდუალიზმზე. აი მაგალითად ინდოეთში იყო სწავლებები, რომელშიც იყო აქცენტი, რომ ჩვენ გვართ ყველანი ერთნი, საერთო მე გვაქვს და ყველაფერი დანარჩენი ილუზია არის, ანუ შენი ინდივიდუალიზმი ილუზია არის და სინამდვილეში ჩვენ ერთი მე ვართ. ამის საპირისპიროდ იოგას მოძღვრება ორიენტირებული არის, რომ უმაღლესი რეალობა არის არა საერთო მე, არამედ ინდივიდი არის. ინდივიდი თვითონ ნიშნავს დაუყოფელს, ხო, ინდივიდი დაუყოფელს ნიშნავს, ეს არის
უნიკალურობაზე და ინდივიდუალიზმზე აგებული ფილოსოფია, თეატრ რამეს დაამატებდი. ჩემთვის პირადად დავასრულე არის მეთოდი, რომელიც გამოვიყენე და ვიყენებ მე პირადად ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც მივუბრუნდი ამდენჯერ დავანებე თავი და დავუბრუნდი. დანარჩენი, ბევრი რაღაცა მისცა პირველად რო შევხვდით მე და შენ მახსოვს ონლაინ გითხარი კიდეც რა უამრავი რაღაცა მიცდია ჩემ თავზე. 1000 ექსპერიმენტი ჩამიტარებია იმისთვის, რომ რაღაცად მეპოვა სულიერი სიმშვიდე და მენტალური ჯანმრთელობა მომეპოვებინა პირადად მე და ყველაზე კარგი ჩემთვის ყველაზე სწორი ჯანსაღი მეთოდი აღმოჩნდა იოგა. პირველ რიგში მენტალური ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ ამისთვის დავიწყე და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ფიზიკურადაც თურმე ძალიან კარგია, სასიამოვნოა და ხო, ანუ შედეგიც დავინახე ჯანმრთელობის ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით შედეგიც დავინახე ძალიან კარგი. ეხლა მაგალითად ფსიქოლოგიას ან ფსიქოანალიზს შევადარებდი რაღაც გაგივით რა. შეიძლება ცოტა არ იყოს ძალიან მკაფიო განსხვავება, მაგრამ ადამიანმა იოგას მეშვეობით რომ საკუთარი თავი გააჯანსაღოს თუნდაც მენტალურად თვითონ უნდა გაერკვეს თავის ფსიქიკაში. ანუ იოგა არ არის მეთოდი, რომელიც რაღაც რეცეპტს შენ ვიღაცასთან მიდიხარ, ის გეუბნება, გესაუბრება, შენ მექანიზმი არ გესმის. ანუ შეიძლება ფსიქოანალიტიკოსი ისე დაგეხმაროს, რომ შენ არ რკვევოდე ფსიქოანალიზში. იოგაში თვითონ უნდა გაერკვე საკუთარ თავში, ეს არის განსხვავება და გარდა ამისა არის ის მომენტი, რომ იოგაში გაცილებით უფრო მეტად არის ის მომენტი, რომ ეს არ არის უბრალოდ ინსტრუმენტი, მასში არის ასევე ადამიანის ისეთი სიღრმეების შემეცნება, რომელიც უკავშირდება რაღაც უფრო პოზიტიურს. ანუ ეს არ არის მარტო მშრალად, ასე ვთქვათ, სამედიცინო ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანს განიხილავს მხოლოდ როგორც ფსიქოლოგიურ მექანიზმს. იცი რა ფსიქოლოგებისგან მომისმენია ეს რაღაცა, რომ ფროიდიც კი ვერ დაგეხმარება ესე ცალკე, თუ შენ თვითონ არ დაეხმარე შენ თავს. ამიტომ ეს რომ იოგა არის მეთოდი, რომელიც გეხმარება, რომ შენ თავს შენ თვითონ დაეხმარო და არა რაღაცა მზა რეცეპტია, ვფიქრობ, რომ ამიტომაც არის ძალიან კარგი. ვიცი რა არის, ახლა არ მინდა გავცდე ამ თემას, მაგრამ დამოკიდებულება ფროიდისა რელიგიების მიმართ, რომ ყველაფერი შეიძლება დაიყვანო რაღაც ფსიქოლოგიურ ან სიმბოლურ რაღაც ახსნაზე. თითქოს აცლის ამ ყველაფერი დაღავს რაღაც ისეთ კონსტრუქციამდე, რომ ყველაფერი არის ადამიანის, ასე ვთქვათ, მიერ შექმნილი რაღაც კონსტრუქცია. ანუ რაღაცნაირად ეს ყველაფრის დეკონსტრუქციას ახდენს. და თითქოს აღარაფერი არ რჩება ადამიანს ხელმოსაჭიდი. ნუ ეს ერთი მხრივ პირიქით სიჯანსაღეც არის, რომ რაღაც შენ თავშივე პოულობ სიმყარეს, მაგრამ ხო, ეგ მომენტი არის რა, ეხლა გუშინ ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი მაგაზე, რომ ხო, რელიგიური მიდგომა კიდე სხვა არის, იოგას მიდგომა კიდე განსხვავებული არის, რომ იოგაში ფაქტობრივად არის რაღაც ცოტა მისტიკური თემაც. შეიძლება ეს მისტიკურად ჟღერდეს და შეიძლება ეგ რეალობა იყოს. ვიღაცისთვის მისტიკა იყოს, ვიღაცისთვის რეალობა იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იოგაში არის რაღაცა ესეთის დაშვებაც, ანუ ეს რაღაც მეტია ვიდრე მატერიალური ცხოვრება რა, ესე შევხედავ. ხო, მოკლედ ასე თუ ისე ეს პირველი საკითხი მიმოვიხილეთ, ანუ ჩვენი ზოგადი გაცნობა, ჩვენი პირადი мотиваციები და ხო რა არის, ასე ვთქვათ, იოგაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ხო ახლა გადავიდეთ რა შეიძლება იყოს ზოგადი мотиваცია იოგას დაწყების. ფიზიკური სარგებელი, ემოციური სარგებელი და სულიერი სარგებელი. ფიზიკურ სარგებელზე და ფსიქოლოგიურ სარგებელზე ჩვენ შეგვიძლია უფრო დეტალურად და უფრო ღრმად ამაზე ცალკე პოდკასტი ჩავწეროთ.
თუმცა ჩვენს ინტერნეტ სივრცეში შეგვიძლია მოვიძიოთ არაერთი შემოჭამებელი და ასე ვთქვათ ვალიდური და რეცენზირებული კვლევა მაგალითად იოგას და ტვინის ურთიერთმიმართებაზე ანუ როგორ აუმჯობესებს ასე ვთქვათ იოგა ნეიროპლასტიურობას ასევე ჰორმონებთან დაკავშირებით, ანუ სტრესის ჰორმონის შემცირებასთან დაკავშირებით არსებობს ასევე კვლევები კორტიზოლთან დაკავშირებით, რომ ამცირებს ასე ვთქვათ იოგას პრაქტიკა და იოგას პრაქტიკაში ძირითადად ესეთი კვლევების დროს, რამდენადაც გადავხედე, მოაზრებული იყო სუნთქვასთან კომბინირებული სხეულებრივი პრაქტიკები და ვარჯიშები. ასევე არსებობს კვლევები გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, როგორ ასე ვთქვათ, აუმჯობესებს ამ სისტემას, თავისთავად ავითარებს იოგას ფიზიკური, ანუ სხეულებრივი პრაქტიკა მოქნილობას, სახსრების მოქნილობას აუმჯობესებს, კუნთებში ძალას აუმჯობესებს და ზოგადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის არის ძალიან კარგი. ასევე იყო საუბარი ანთებასთან და იმუნიტეტთან დაკავშირებით, ანუ აი ამ ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც კი შეიძლება კონდეს და ანუ აგერთიამ როგორც ახსენა და ზოგადადაც დეპრესიასთან და შფოთვასთან დაკავშირებით არის რამდენიმე კვლევა ჩატარებული და აქაც როგორც დამხმარე მექანიზმი სამედიცინო თქვათ მკურნალობასთან და მიდგომებთან ერთად ესეც შეიძლება იყოს გამოყენებული და ამ შემთხვევაშიც კონდეს იოგას ეფექტი და როგორც აი გარკვეულ პერიოდში სანამ თქვათ სამედიცინო ჩარევა ასე ვთქვათ და დახმარება იქნება საჭირო ანუ მსუბუქი დეპრესიული გუნება განწყობილებების დროსაც არის კვლევები აჩვენებს რომ აი დაახლოებით 33% შეიძლება შემცირდეს ეს განწყობები. ეს შეიძლება, ანუ ეს სხეულებრივი და მენტალური, ასე ვთქვათ, სარგებელი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მოტივი, რატომაც შეიძლება რომ ადამიანმა დაიწყოს იოგა, რომ მიიღოს ეს სარგებელი. კიდევ ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენასთან დაკავშირებით შესაძლებელი არის ეს რაღაც ვთქვათ, რომ ზოგადად რაღაც დისციპლინა შემოაქვს, აი რაღაც წონასწორობის და ბალანსის შეგრძნებებს უკავშირდება, რამდენადაც აი დამწყებებს გაუზიარებიათ მაგალითად ჩვენთვის ეს თავიანთი გამოცდილება, რაღაცნაირად საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის ერთ-ერთი საშუალება არის. და შესაძლოა რომ ანუ ესეთი ცვლილებებისთვის ვიყოთ მზად, პოზიტიური ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, როდესაც ვიწყებთ იოგას. თუმცა ჩვენ წინა პოდკასტში ვისაუბრეთ სტერეოტიპებთან დაკავშირებით. ბევრი გავრცელებული სტერეოტიპი არსებობს ჩვენ საზოგადოებაში, ანუ არ მხოლოდ ქართულ, არამედ ალბათ ზოგადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რომ აი მაგალითად იოგა არ არის ყველასთვის და იოგას სჭირდება რაღაც მოხდენილი სხეული, სჭირდება ესეთი შესაბამისი წონა, რაღაც შესაბამისი ფორმების მქონე სხეული, ასაკთან დაკავშირებითაც ჰქონდა განხილვა ჩვენს წინა პოდკასტში სქესთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მარტო ქალებისთვის არის. ანუ ეს ყველაფერი რაც სხეულთან ან ზოგადად ჩვენ მდგომარეობებთან დაკავშირებით არის გავრცელებული და გზღუდავს თან რაღაცნაირად წინაღობად გვეჩვენება პრაქტიკის დაწყებისას ეს რაღაცები რეალურად არ შეესაბამება სინამდვილეს შესაძლებელი არის რომ ნებისმიერმა ადამიანმა ვისაც სურვილი აქვს რომ შემოვიდეს ასე ვთქვათ იოგაში და გამოსცადოს და მიიღოს ეს გამოცდილება შეუძლია ყველას იმიტომ რომ იოგა არის ყველასთვის და ამ სტერეოტიპებთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეულად ჩვენ წინა პოდკასტში ვსაუბრობთ და შეიძლება ესეც დაეხმაროს დამწყებს რომ გადალახოს საკუთარ თავთან ისეთი მიმართებები, რომელიც არ არის რეალური, ხელოვნურად შეიძლება იყოს შექმნილი, არ ვიცი კულტურის გავლენით, არ ვიცი სოციალური მედიის გავლენით და სხვადასხვა ფაქტორებით. ასაკთან დაკავშირებით მე პირადად მქონდა ეს მე თვითონ ეს სტერეოტიპს დაემორჩხო, რომ აი რადგან ასაკში ხარ? ხო, ანუ ისეთი ასაკი როგორ რას ქვია, როგორ მე ვფიქრობ, ცოტა გვიანი მეგონა ჩემთვის. არა, ხო აი ხო რავი, ანუ ცოტა დიდი ხო არ, აი ხო მქონდა რატომღაც ეს ფიქრები მეც
თავში, სანამ მივიღებდი გადაწყვეტილებას, რომ და ზოგადი სარგებლიანობის ხრივ კიდე ხო არ დაამატებდი რამეს. ხო, აი თქვათ პირადად ხო, არა ზოგადად, მაგალითად რა შეეხმარება ზოგადად იოგა აი ეხლა ხოლმე წერთ დავუშვათ დამწყებთათვის და ვიღაცა უყურებს ალბათ რომ საერთოდ შეიძლება ზოგადად გაუგია და რას მომცემს იოგა. ძალიან ბევრი რაღაცა ჩემი აზრით, მენტალურ ჯანმრთელობას აუცილებლად. იმის მიხედვით, ჩემს საყვარელი სტერეოტიპია ის, რომ შენ იოგას ვარჯიშობ და რატომ შფოთავ. ანუ ისევ შფოთებთ, ანუ ბუნებრივია ეს, რომ შფოთავდეთ, ადამიანები ვართ და ხან შფოთავთ, ხან შვიდათ ვართ. მაგრამ ბევრად უფრო ჯანსაღი მენტალურად, ან მე ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს, რაც იოგას ვარჯიში პრაქტიკა დავიწყე მენტალურად. ამის გარდა ფიზიკურადაც უფრო მხნედ იგრძნობთ თავს აუცილებლად და უფრო მეტი ენერგიას იგრძნობთ აუცილებლად ესე იქნება. ანუ ჩემ შემთხვევაში ესე იყო. მეტი თავდაჯერებულობა, თავდაჯერებული ხარ ბევრ ასპექტში და განსაკუთრებით ძალიან სასიამოვნო. ანუ შენ თავზე გამარჯვების მომენტია ყოველ დღე როგორ ცოტ-ცოტა აუცილებლად ოღონდ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ამაზე მე ვილაპარაკებთ რომ ეგ დარბაზში რომ მივიდე სტუდიაში რომ მიდიხარ არ უნდა უყურო სხვებს. შენ უნდა გააკეთო შენი თავის მაქსიმუმი იმ დღეს და ყოველ დღე აჯობო შენ თავს. და ხო ეს ამას ჭირდება გააცნობიერო ეს რომ ვიღაცა არის ერთწლიანი პრაქტიკოსი, ვიღაცა 3 წლიანი, შენ ხარ ერთთვიანი პრაქტიკოსი და ყველაფერი მოვა აუცილებლად თავის დროზე. ჩემ შემთხვევაში ესე ხდება და ვაგრძელებ განვითარებას. და მე ფიზიკურადაც ბევრად უკეთ გრძნობ თავს, მაგალითად სასუნთქი გზების პრობლემა მქონდა მე პირადად, აი წინ დახრები მაგალითად მიჭირდა, შუბლის არეში ტკივილს გრძნობდი, რასაც აღარ ვგრძნობ, მას მე რაც იოგას მაქვს იგივე გამოცდილება მე. ხო, რასაც 3 თვეში ფაქტიურად 90% უკან დაიხია ჩემ ალერგიულ შემთხვევაშიც ესეა კი, ან წინ დახრები ხო, ჩემთვის პრობლემა აღარ არის და ტკივილი აღარ მაქვს მაგალითად შუბლის არეში. ხო. აი ერთ რაღაცას დავამატებ, ანუ ჩვენ გვაქვს ფუფუნებას დავარქვევ, ანუ მაგის ფუფუნება, რომ როდესაც მოდიან სრულიად დამწყებები და რაღაც პერიოდი გადის, ანუ მე ერთმანეთს უზიარებენ ხოლმე რაღაც გამოცდილებებს და აი ამაზე დაკვირვების და ამის ასე ვთქვათ ხანგრძლივ პერიოდში დაკვირვების საშუალება გვაქვს ინსტრუქტორებს და აი ხშირად დამიფიქსირებია, რომ საუბრობენ დისციპლინაზე, ანუ თვითდისციპლინის მომენტზე, რომ ძალიან დაეხმარათ იოგაზე სიარული ზოგადად დისციპლინის გაუმჯობესებაში. ეს რაღაც ისეთი არის, რის გამოც, ანუ შეუძლიათ, რომ გადააპრიორიტეტონ რაღაც საკითხები, ანუ ისე დაალაგონ დღის წესრიგი და ისე გამოყონ თუნდაც საკუთარი თავისთვის, საკუთარი განვითარებისთვის რაღაც დრო, რომ აი ამას საერთოდ ამ პრაქტიკის გარეშე შეიძლება იქამდე არც ეფიქრათ ესეთ რაღაცაზე. ასევე აი დამოკიდებულებებზე იმ დღეს უსმენდი გოგოებს ძალიან მენიშნა აი დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, აი ზოგადად ცხოვრებისეული საღელვებელთან დაკავშირებით, აი ამბობდნენ, რომ შეგვეცვალა ჩვენ რაღაცნაირად დამოკიდებულება და ხედვა, აი პრიზმა ამ ყველაფრის მიმართ, რა შეიძლება დაუთმოთ, თქვათ, ჩვენი ემოციური რესურსი და რა წონით, ანუ თითქოს ამაზეც იმოქმედა ამ ყველაფერმა, გავხდით აი შე როგორც თქვი, უფრო თავდაჯერებულები, ანუ სიმშვიდეც თავისთავად არის, თუმცა ეს აღელვების მომენტები, ანუ როდის და რა დოზით შეიძლება იყოს და რა დღის, ანუ თითქოს ესეთი საკითხების გადააზრებაც დავიწყეთ და იმდენად აი როდესაც ჯგუფი აზიარებს, ანუ ერთმანეთს შემდამოკიდებულებს და ესე ემთხვევა, ანუ დაკვირვების დროს იქნება იმის თქმის საფუძველი, რომ ეს მართლაც რამდენიმე ადამიანში ესე არის, ანუ როდესაც ერთმანეთში უზიარებენ ბევრში ხო, ანუ რაღაც ხო უმრავლესობაში ანუ შეიძლება რომ ესე იყოს და რაღაც აი ცხოვრებისეული იმიტომ რომ ჩვენ ფიზიკურად ვიწყებთ ანუ რაღაცაზე მუშაობას და ამ მუშაობით ჩვენ საკუთარ თავთან მუშაობასაც ვსწავლობთ, ანუ მე აი ამ მიდგომებს ვავრცელებთ ჩვენ ცხოვრებისეული სფეროს სხვა ასპექტებზეც. და აი ძალიან ერთი ძალიან საინტერესო YouTube ვიდეო არის Science Behind Yoga თუ რაღაც მსგავსი ქვია და იქ არის ესეთი
ციტატა, რომ აი მაგალითად, როდესაც მატზე ვდგებით, ანუ რა განწყობაც ჩვენ გვაქვს კონკრეტულად აი ეს კონცენტრაციის არ ვიცი, აი იმ იზოლაციის სხვა დანარჩენი პრობლემების და აი სიამოვნებაზე ორიენტაციის და რაღაც საკუთარი თავის ფლობის განწყობა შესაძლებელი არის ჩვენ გადავიტანოთ აი მაშინ მაგალითად, როდესაც გამოვდივართ რაღაც საჯარო რაღაც გამოსვლა გვაქვს და უბრალოდ ღელავთ ამაზე. აი ზუსტად ის განწყობა, რომლითაც ჩვენ ვარჯიშს ვიწყებთ და ჩვენს სხეულებრივ ასპექტზე მუშაობას, რომ ვიცით, რომ ჩვენ შეგვიძლია ესე მივუდგეთ თანამიმდევრულად დავამუშავოთ, ან არ ვიცი, რაიმე სახის თავდაჯერებულობა გვაქვს, იგივე შესაძლებელი არის, რომ გავრცელებული იყოს აი ამ გამოცდილებაზე, რომ მაგალითად რაღაც საქმე მაქვს გასაკეთებელი, ან არ ვიცი, ღელავ, შფოთავ და აი როგორ შეიძლება რომ მივუდგე. ესეც ანუ ცნობიერების მართვასთან არის კავშირში, ანუ ეს არის რაღაც ისეთი, სადაც ჩვენს თავს მოვმართავთ გარკვეული დამოკიდებულებით და გარკვეული ღირებულებებით და აი ამის სწავლა და გაცნობიერებაც მგონია ერთ-ერთი სარგებელი, რის გამოც შეიძლება რომ დავიწყოთ. შფოთვითაც გაცნობიერებულად შფოთ. კი, გაცნობიერებაც რატომ როგორ ანუ სხვანაირად და ფიქრობ და აზროვნებს. გოგო ხო, მეც მომისმენია სხვებისგან, დავუშვათ აი ჩემ შემთხვევაში თავდახრილი რომ მიჭირდა, სხვებისგანაც მომისმენია ზუსტად იგივე რომ ეს პრობლემა აღარ აქვს ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაგიტახა ჩვენ მაგიტა ვთქვი ფუფუნების ის გვაქვს რაღაც რომ ამ ყველაფერს დავაკვირდე ჩევაჯამოთ ეს ცოდნა გამო ანუ რაღაც ისეთი ავიღოთ და შევკრიბოთ, რაც მართლა არსებობს, იმიტომ რომ ამის ანუ მტკიცებულებები არსებობს და არ შეიძლება რომ ეს მოვიტანოთ რაღაც უსაფუძვლოდ რა გზით ეხმარება, იმიტომ რომ ხშირი არის აი თავის დახრის დროს ჰაიმორიტული პრობლემები ვისაც აქვს და რაღაცა იმეც წლების განმავლობაში ამბობენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ის რომც არ ვიცოდეთ რა არის ეს მექანიზმი, ანუ ფაქტი არის რომ ხო, შედეგების რაღაც შეკრება შეგვიძლია. ხო, მე დავამატებდი იმას, რომ რატომ იოგა, იმიტომ რომ იოგაში არის გაერთიანებული ერთად სხეული, სული, ემოციები, ანუ ეს კომპონენტები არის ერთად და ეს არ არის მხოლოდ რაღაცა თქვა ტრანსფორმაციული მეთოდი, სულიერი მეთოდი, რომელიც დავუშვათ გვირდება, რომ შენი ცხოვრება შეიცვლება, ამასთან ახლავს ფიზიკურიც და ფიზიკური რო ახლავს ეს აორმაგებს ეფექტს, აორმაგებს იმ გაგებით, რომ ეს ფიზიკური ჩართულობა გეხმარება შენ რომ რეალობასთან იყო ახლოს. იმიტომ რომ შენ თუ მარტო გონებრივ ტრანსფორმაციულ პრაქტიკებს მისდევ, შეიძლება რომ აღმოჩნდე რაღაც ილუზიაში, რაღაც ისეთ წარშენ შექმნა რაღაც შენი სამყარო ისეთი, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. და სხეულის ჩართულობა, ასანების პრაქტიკა ახდენს ამის დამიწებას. ზუსტად. და ამის შედეგად ფაქტობრივად შენ სინამდვილეში ასანებს რო აკეთებ, გაქვს ურთიერთობა ბუნების კანონებთან, მექანიკის კანონებთან, ფიზიკის კანონებთან, ქიმიის კანონებთან, ბიოლოგიის კანონებთან და შენ არ გაძლევს ეს პრაქტიკა იმის საშუალებას, რომ თან შეგიძლია ცაშიც იყო ამაღლებულ მდგომარეობაში, მაგრამ ამავდროულად თან დამიწებული იყო. ამიტომ არ არის ეს მხოლოდ ფიზიკური რაღაცა და ვერ შევადარებ ვერც ფიტნეს, ვერც მის სახეობებს და ასე შემდეგ. და მეორე მხრივ არც მხოლოდ სულიერი არის, რასაც ახლავს ხოლმე რეალობისგან მოწყვეტა და ასე ვთქვათ, უგულებელ ყოფა რაღაც რეალური ობიექტური გასამყაროს კანონებისა. და ეს განზომილება ასევე ძველი იოგები აცნობიერებდნენ, რომ შენ ვერ გააკეთებ მედიტაციას თუ ემოციურად სტაბილურობას არ მიაღწიე. უნდა დაფიქრდე, გაქვს თუ არა სხვა ადამიანების მიმართ ემოციურად ნეგატიური დამოკიდებულება, რამდენად არ გესმის სხვების და გაქვს მაგალითად აგრესია სხვის მიმართ, ან რაღაც არ გიხარია სხვისი დადებითი, არ შეგიძლია რომ გაიზიარო ეს. და ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მედიტაცია არის რაღაცა მექანიკური პროცესი, რომ მე დავმშვიდდე, აზრების დავაწყნარო და ასე შემდეგ. არა, ეს ემოციების სტაბილურობისგან მოდის. რომ გონება ვერ იქნება მშვიდი, თუ მე არ მაქვს იმის უნარი, რომ ვიღაცის დადებითი ემოცია, სიხარული გავიზიარო. თუ მაგალითად მე არ გამიხარდება, რომ ვიღაცა კარგად იყოს, ანუ და პირიქით ამის საპირისპირო ემოციებით ვიკვებები.
მაგალითად თუ არ ვარ შემწყნარებელი იმ გაგებით, რომ მაქვს აგრესია ვიღაცის მიმართ, არ მესმის მისი და მაგალითად არ მახსოვს ის, რომ მეც ვუშვებდი იგივე შეცდომას, არ მსგავს შეცდომას, ანუ მეც გამოვიარე უმეცრებიდან, ანუ ადამიანის გზა არის რაღაც უმეცრებიდან მოვდივართ, ხო, ანუ ბავშვობაში მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა იცის ინსტინქტურად ბევრი რაღაცა, მაინც ბევრი რაღაცა სწავლობთ ჩვენ ყოველდღიურად, ბევრი რაღაცა არ ვიცით და ამიტომ შესაძლებელია, რომ ის ადამიანის აგრესია რაც აქვს, თუნდაც ის ფიქრობდეს, რომ სპეციალურად აკეთებს, ეს მომდინარეობს იქიდან, რომ მან რაღაც განიცადა, რაღაცა დააკდა და ჩვენ ვერ შევდივართ მის მდგომარეობაში ემპათიის განცდა არ გვაქვს და თან იოგა არ ნიშნავს ისეთ დამოკიდებულებას, რომ ჩვენ არ შეგვეძლოს საკუთარი თავის დაცვა, იმ ადამიანების დაცვა, ვისაც პასუხისმგებლები ვართ, მაგრამ მთავარი არის რა ემოციით ვაკეთებთ ჩვენ. ამიტომ ეს ემოციური კომპონენტი არის იოგას უპირატესობა, რომ იქ არის ძალიან სისტემურად, ანუ ეს დოქტრინა გათვლილი ემოციების დონეზე. გარდა ამისა, ანუ თვითონ სხეულის ვარჯიშები ეხმარება, მაგალითად, კარგი არის მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის სხეულის ფორმირებაში, ჩამოყალიბებაში, ასევე ხერხემლის პრობლემებში უამრავი ადამიანი, ვინც დადის, ვინც მოსულა, თქვა საოპერაციო ყოფილა და თქვა ძალიან ასე ვთქვათ, შედეგებით. ხო, თუნდაც რამდენიმე თვეში ან სრულიად დაუვიწყებია თქვა ეს პრობლემა. იქნება ეს თქვა თიაქრის პრობლემა, სკოლიოზის, ყველანაირი პრობლემა, სპონდილოზი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველანაირ პრობლემას ეხმარება. მთავარი არის ანუ სწორი მიდგომა იყოს გამონახული. გარდა მაგისა აბალანსებს რაც შენ თქვი ჰორმონალურ სისტემას და ამ გზით აქვს ორგანიზმზე მთლიანი გავლენა. ანუ ისე კი არა რომ რომელიმე ასანა რეცეპტივით მოქმედებს, არამედ ამ ასანებში ჩვენ თვითონ ვდებთ იმ განწყობებს, ჩვენს ენერგიებს, რესურსებს და სინამდვილეში ის ჩვენ ამოვდით, რომ ის უამრავი გამოხმაურება, რაც არის ჩვენ საიძე, მაგალითად ჩვენი წევრები რასაც წერენ, რომ მე ამაში დამეხმარა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მათი დამსახურება, ანუ სინამდვილეში მათ თვითონ მოახერხეს, რომ თავიანთი ორგანიზმის მობილიზაცია მოახდინეს ამით, რომ ეს თავიანთი რესურსი გამოაღვიძეს და ბოლოს კიდევ ვითხოვდი იმას, რომ იოგა არის სულიერი პრაქტიკა, რაც როგორ უნდა გავიგოთ, ანუ სულიერი პრაქტიკა, არა ის რომ მე რაღაც სხვა რელიგიის გავხდი ან რაღაცა, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს ფუნდამენტური დანაკლისის შეგრძნება, რასაც ინდურ ფილოსოფიაში უწოდებენ დუქას. და ეს რას ნიშნავს, რომ მე მგონია, რომ რაღაც მუდამ მაგლია. მე მგონია, რომ მჭირდება ეს მობილური ბედნიერებისთვის. ჩვენ გვჭირდება ყველაფერი, ბევრი რაღაც გვჭირდება, მაგრამ მგონია, რომ აი ახლა ისიც რომ ექნება, აი მერე ვიქნები ბედნიერი. იმას რომ ვახცევთ, მერე ახალი რაღაც ჩდება. ხელი ეს არის ხო დაუსრულებელი ციკლი. სვალებადი არის ის რისკენაც. კი, აბსოლუტურად, ანუ ეს არის სვალებადი და მაგითო ამის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ესე იგი ადამიანმა მიაღწიოს იოგას მდგომარეობას, ნიშნავს ისწავლოს, რომ იყოს თვითქმარი. ეს ერთი მხრივ ასოცირდება მიუჯაჭველობასთან, სწორი გაგებით, შენ ყველაფერი თან შეგიძლია რომ სწორად გამოიყენო, მაგრამ სწორი დამოკიდებულებებით შეგიძლია ასევე რაღაცებს დაემშვიდობა, რაღაცები არ იყოს შენთვის ასე ვთქვათ ისეთი რაც დამოკიდებულებას იწვევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანუ ეს სულიერი ასე ვთქვათ პრაქტიკა არ არის აუცილებლად ისეთი ფორმის, რომ შენ შეიცვალო რაღაც რელიგიური დამოკიდებულება. ეს არის უბრალოდ ძალიან მარტივი გაცნობიერება რეალობისა და აბსოლუტურად ყველა ტიპის ადამიანი ათეისტი იქნება თუ თეისტი იქნება, ანუ ყველასთვის შესაძლებელი არის ამის პრაქტიკა. მოკლედ აი ეს განზომილებები არის ძირითადად, აი რაც რის გამოც ადამიანები შეიძლება მისდევდნენ, მიუხედავად ამისა შეიძლება ბევრი მისდევს სხეულის გამო, იმიტომ რომ მე რასთან ერთადაც ვაიგივებ თავს, ის არის ჩემი мотиваცია და თუნდაც ჩვენ გონია რომ სხეული ვიცით რა არის, ესეც რთული საკითხია და ეს სხეული არის თვითონ მაგია, სხეული არის თვითონ
ჯადოსნობა და სასწაული, იმიტომ რომ ჩვენ კი გონია რომ ვიცით რა არის, მაგრამ აბა დავფიქრეთ იმაზე, რომ სხეული არის რაღაც უჯრედებისგან შემდგარი, რომელთაც ერთმანეთთან რაღაც კომუნიკაციები აქვს, ეს უჯრედები მუდმივად განახლებას განიცდიან, შენ უკვე ხვალ სულ სხვა ხარ, ანუ მთელი ნივთიერება მთლიანად შეცვლილი არის. და ეს ცალკეული უჯრედები გაერთიანებული სახით უბრალოდ უწოდებთ სხეულს, მაგრამ სხეული თავისთავად მეტაფიზიკური მოვლენა არის. და რაც არსებობს ის ცალკეული რაღაცებია, უბრალოდ ჩვენ ამ ცალკეულს აღვიქვავთ ერთიანად და ესე შემოვსაზღვრავთ. და ამას რატომ უფრო გააჩნია შენ რასთან აიგივებ შენ თავს. მაგალითად ვიღაცა ფიქრობს, რომ უნდა იზრუნოს თავის სილამაზეზე, იმისთვის რომ მიაღწიოს წარმატებას თავის ჯანმრთელობაზე, მაგრამ იოგაში ეს ასე ვთქვათ, პრიორიტეტები არის დალაგებულად. სხეული კი მნიშვნელოვანია, ენერგია, ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, ემოციური კომპონენტები მნიშვნელოვანია, მაგრამ შენ ვინ ხარ მუდმივად? აი ეს არის წამყვანი და ამ გაგებით იოგა გვთავაზობს მთელ სპექტრს, ასე ვთქვათ, მოქმედებს მთელ სპექტრს, ასე ვთქვათ, რა მიმართულებითაც შეგვიძლია, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის განვითარება. ეხლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე. პირველი გაკვეთილის თემა, ანუ რას ვურჩევთ დამწყებებს. ტანსაცმელი, აღჭურვილობა და მათი. ესე იგი, ტანსაცმელთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჭირო არის კომფორტული ტანსაცმელი, რაც არ შეგვიშლის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ასანის ფიზიკური პოზის შესრულებაში ხელს. აღჭურვილობას რაც შეეხება, გვჭირდება დასაფენი, სავარჯიშო ლეიბი, მატი. შეიძლება აგურებით დაგვჭირდეს და კამარი, იმიტომ რომ ეს მოდიფიკაციებში საჭირო არის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ასანის შესრულების დროს. დასაფენთან დაკავშირებით რაღაც ზოგადი რეკომენდაციები არსებობს, რომ უმჯობესი არის, რომ იყოს რეზინის დასაფენი. იმიტომ რომ უფრო გამძლე არის, ნაკლებად სრიალებს, ანუ ხელი და ტერფი ზედაპირზე. და თუმცა არის მძიმე და სატარებლად ცოტა ისეთი არის, ანუ შეიძლება არაკომფორტული იყოს. 4-5 კილო იყოს და 4-5 კილო იყოს, ხო და ვინც მაგალითად ეს ფეხით გადაადგილდება, არ იყოს კომფორტული. ზომასთან ძვირიც არის, ხო. ზომასთან დაკავშირებით 4 მმ საშუალოდ არის კარგი, თუმცა თავიდან სანამ სახსრები, ასე ვთქვათ, მოწყვლადი შეიძლება იყოს სხვადასხვა ასანაში, ურჩევენ ხოლმე უფრო სკეილს, მაგალითად შეიძლება გეთქინოს სხვა აი ჩამოხლულ პოზებში, მაგალითად ან მუცელზე დაწოლილ პოზებში, ხო, შეიძლება გვეთკინოს სხეული და ამიტომ შეიძლება 6 მმ-ით დავიწყოთ და მე უფრო თხელზე გადავიდეთ, როცა ჩვენი სახსრები უფრო შეეჩვევა ამ ზეწოლას. რბილმაც ეგ პლუსი აქვს, რომ რბილი არის, ანუ უფრო სკელმაც. ანუ 6 მმ-იანი მატი, 6-8 ხო. მაგრამ მაგის მინუსი ის არის, რომ მე ბალანსირება ძნელია, იმიტომ რომ ხელი ეფლობა და სიმყარე არ არის. ქვიშაში ისე ხო, ანუ ზედმეტად რბილი არის, ანუ ტერფზეც იგრძნობა ეს განსხვავება და მე ურჩევ, რომ ანუ ის რომ 6 მმ-დან 4 მმ-ზე შეიძლება სადაც ორ კვირაში ან ერთ თვეში შეგუოს და ანუ მე მგონია რომ თუ რამე განსაკუთრებული საჭიროება არ არის პირდაპირ 4 მმ-იანი დაიწყოს და პირადად მე თავიდან რბილი მატი მქონდა, აი ხო და ანუ მე ზოგადად მივხვდი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასაფენს. როგორ შევარჩევთ დასაფენს? მნიშვნელობა ქონია და ხო, ანუ ეს რეზინის მატი იდეალურად ვიყენებ პირადად მე და ხო. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კიდე ის, აი რაც დასაწყისში ვთქვით, რომ არ სრიალებდეს ზედაპირზე, ანუ კარგი არის, ხო, ტრავმის რისკი არის. რა არის ბევრი ხელდგომელა თავდაღირა ან ისეთი პოზა, სადაც მეტი კონტროლი ჭირდება ბალანს და სახსრებს. ხანდახან ზოგიერთი ვარშავს ისეთი პიკნიკის პარალონზე, სამხედრო იმაზე, რაც სრიალა არის, სხვა რაღაცისთვის არის და არ ღირს მაგაში მართლაც, იმიტომ რომ რისკ თუ მართლა ასანების გაკეთება გინდათ,
უბრალოდ მყესები შეიძლება დაიჭიმოთ და რაღაცა აზრი არ აქვს. ხო, აი ზოგ შემთხვევაში მაგალითად თუ ჩვენ ცხელა და ჭარბიოფლი გამოგვეყოფა, მაშინ შეიძლება კონკრეტულ ზედაპირებზე მოხდეს ანუ სისვლის გამო მოჭიდების, ასე ვთქვათ, უფრო დაქვეითება და ამ შემთხვევაში იყენებენ ხოლმე დასაფენზე ანუ სავარჯიშო ლეიბზე გადასაფარებელ პირსახოცებს, იმიტომ რომ შესაძლოა სველდება პირსახოცი უფრო უკეთ იჭერს კიდურებს, ანუ სხეულს ზოგადად. ესეც გასათვალისწინებელი არის. ხო, ბლოკი, კამარი ეს შესაძლებელია ისეც, რომ ანუ ბლოკი არ გამოვიყენოთ, ანუ სხვანაირად გავამარტივოთ, ან კამარი აუცილებელი არ არის, მაგრამ ანუ იცით რა არის, ანუ არ უნდა დაგვეზაროს, აი მართლაც რო წინასწარ აი როცა თუნდაც სახლის პრაქტიკას მისდევთ სტუდიაში, ჯობია რომ ეს წინასწარ მოიმარაგოთ, თქვა აიღოთ. და ესე იგი თვითონ ასანების პროცესის დროს რომ არ მოგიწიოთ მე კიდე წასვლა კარგი რჩევა დაალაგოთ ხო უკვე იმიტომ რომ მე დაგეზარება დგომა და შეიძლება რიგი დაგხვდეთ საგუნთან და კამერით ხო და ეს და ანუ ყოველთვის ჯობია რომ გამარტივდეს ასანა უფრო მარტივად გააკეთო კამერის მეშვეობით ბლოკის მეშვეობით სხვა დამხმარე საშუალებების მეშვეობით ან ზოგადად უბრალოდ გამარტივებას მიმართო ვიდრე გააკეთო უხარისხოთ. იმიტომ რომ ხარისხ ანუ ასანების პრაქტიკა და ზოგადად იოგას გვასწავლის იმას, რომ ჩვენ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის ადეკვატური ფორმა. ანუ ის რა ასე ვთქვათ, ისეთ სირთულეს უნდა შევეჭიდოთ, რაც არის ანუ ჩვენთვის ზუსტად განსაზღვრული. აი მაგალითად მე შემიძლია რომ ვთქვათ მუსიკაზე ვთქვა, რომ მე რო უკრავდი ხო აი თვითონ მე ვისწავლე რომ სწორად შევარჩიო ის ნაწარმოები რომელსაც მე დავძლევ და ხარისხს არ გავაფუჭებ ანუ ხმის სისუფთავეზე უნდა იყო ორიენტირებული და ეს არის ჩვევა მე ამას შევადარებდი ცხოვრებისეულად რომ აი ესეთ რაღაცას შეეჭიდო მაგალითად 10 საქმეს მოკიდო ხელი და მე ვალდებულება ვერ შეასრულო რა ანუ მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აი ჩვენ რომ ვამბობთ რომ იოგას პრაქტიკა გვეხმარება ცხოვრებისეულ ხარისხს აუმჯობესებს ეს არის ამ ჩვევების გადახედვა რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით ამ შედეგებს სხეულის მიმართ და შემდგომ ეს რომ გადავიტანოთ თვითონ სამყაროზეც ზოგად საქმიანობაზეც ხო ესე იგი აიღე ისეთი რაღაცა რაც შეგიძლია რომ დაძლიო ჯობია რომ გამარტივებული რაღაც გააკეთო და ხარისხით ისიამონო უფრო მარტივ რაღაცას მიყვენ არც ისეთ ძალიან მარტივს მაგრამ რაც შენთვის შესაბამისი არის და ეს მოგცემ საშუალებას რომ თანდათანობით უფრო რთულს და უფრო ძნელს შეეჭიდო აი როცა ამბობენ ხოლმე რომ ასანებზეც იგივე როგორც მუსიკაში როგორ დაუკრა ჩქარა არ უნდა დაუკრა ჩქარა, უნდა დაუკრა ნელა. შენც გქონდა მუსიკალური ისა? არა, შენ განმახსოვს ეს და სირბილზე ამბობ ხოლმე კიდე ვიდეოში ამბობ როგორც მახსოვს და ის მაშინ ძალიან კარგად ჩამებერდა ხო, რომ აი 5 კილომეტრს ან 2 კილომეტრს ან 3 კილომეტრს ყოველდღე იმიტომ კი არ ან დარბი ხარ იმიტომ რომ შენი სხეულის პოტენციალი გაზარდო, ხო? ხო და აი ძალიან კარგად მენიშნა და ძალიან კარგად ვიყენებ ამას ვარჯიშის დროს ყოველდღიურობაში. ხო, ეს ჩვენ უბრალოდ დავაკავშირეთ აი დამხმარე საშუალებების გამოყენებას და აი მართლაც ვეუბნებით ხოლმე ხშირად, რომ თვითკმარობის განცდა მაინც უნდა გქონდეს მიუხედავად იმისა, რომ მე გამოვიყენე დამხმარე საშუალება. არ უნდა იფიქრო, რომ ამით მე რაღაცნაირად სხვაზე ნაკლები ვარ ან უკან წავედი ან რაღაც პროგრესი არ მაქვს, იმიტომ რომ თვითონ პროგრესის ცნება ასანებში, ანუ ინდივიდუალური არის, ყველა სხვადასხვა დროში გადის, ანუ გარკვეულ საფეხურებს სხვადასხვა დრო ჭირდება გარკვეული პროგრესს თუ დავარქმევთ ჩვენ რაღაც ანუ კონკრეტული ასანის ათვისებას, ხო? ანუ ეს სხვადასხვანაირად ხდება. და ანუ ამის ასე ვთქვათ გაცნობიერება მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გამარტივება და თუნდაც რაღაცის გამოყენება გამარტივებისთვის პირიქით უფრო მეტი განვითარება შეიძლება იყოს კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთვის ანუ არსებული საჭიროებების ფარგლებში. ესე იგი ჩვენ რო გავაცნობიეროთ აი რამდენად კომპლექსურად არის ჩართული ნერვული სისტემა, თუნდაც მარტივი მოქმედების დროს, რომ აი მე ეს ფურცელი რო ავიღე და გადავდე აქ ზუსტად ამ დროს რამდენი რამ ხდება ჩვენს ნერვულ სისტემაში და რამდენად
ბევრი რამ არის ჩართული, მათ შორის სისხლის მიმოქცევა, ანუ რეაგირებს ესე იგი ამ აწევაზე, სუნთქვაც იცვლება და შეუმჩნეველი სახით, ასე ვთქვათ, სისხლის მიმოქცევაც. და ნერვულ სისტემაში, ანუ მილიონობით, ანუ ეს ურთიერთ უჯრედებს შორის კავშირი, კომუნიკაცია, ნეიროტრანსმიტერების მეშვეობით მუდმივად ხორციელდება. ხო, ეს არის სასიგნალო მოლეკულები, რისი მეშვეობითაც მყარდება კომუნიკაცია. და მთავარი არის, რომ შენ ასანას რო აკეთებ, ან რასაც არ უნდა აკეთებდი ცხოვრებაში, აი შენ ხო ეს შეგიძლია მარტივი რაღაც გააკეთო, ხო? აიღე, დაუშვათ ესე ზუსტად გადადე, ეს იზუსტე გაძლევს სიამოვნებას რა. და უკვე აქვე თვითკმარი ხარ, რეალიზებული ხარ, ანუ შენ ნაბიჯი რო გადადგი, ეგ უკვე წარმატება არის, ეგ უკვე რეალიზება არის რა. და ამიტომ ეს გამარტივებები, ანუ ჩვენ ამას ასე იგი ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ამიტომ შევჩერდი ამაზე, რომ ასევე მიიღეთ ამით, ასე ვთქვათ, სიამოვნება, რომ თვითონ ამით ხარისხი გააუმჯობესეთ და ასე ვთქვათ, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ ესეთი რაღაც ტანჯვის განცდა გქონდეს ასანებში გავიმსუბუქოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგი კიდე ალბათ უფრო ჩემ შემთხვევაში ეს იყო და სხვებსანაც რომ დავკვირვები ვარ, რაღაცნაირად მეც აი ვერიდებოდი გამარტივება, ანუ მინდოდა ისე გამეკეთებინა, როგორც ისეთი უფრო რთული ვარიანტი, მაგრამ მე მივხვდი, რომ გამარტივებით უფრო სწრაფად წავედი წინ, უკეთესი შედეგი მქონდა, ვიდრე დაუშვათ რაღაცას სირთულეს რო ვეჭიდებოდი და ხო ალბათ ხო, კიდე პირველ გაკვეთილთან დაკავშირებით შეიძლება ესეთი რაღაც დავამატოთ, რომ აი რა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც პირველად მოდიან გაკვეთილზე. ხშირად არის ხოლმე, რომ მაგალითად ერიდებათ, ანუ რაღაც წონის, ან როგორც გამოიყურებიან აი ამის, ან ასაკთან დაკავშირებით აი ხშირად უკითხავთ, რომ ჩემ ხელა თუ არის ჯგუფში ვინმე, აი რაღაც მაგალითად 60 წლის ვარ და თუ არიან, ჩემ მარტო ხო არ ვიქნები, ან რაღაც ესეთი ანუ შეზღუდვის მაგვარი, რომელიც შინაგანად არის დაწესებული. აი წონასთან დაკავშირებითაც არის იგივე შეზღუდვები, რომ ანუ მე ესე ვურჩევდი, რომ მსგავსი ბარიერები არ იქნება, ანუ სწორი თუ ჩვენ თავს დაუწესებთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, არ არის ეს ისეთი ფაქტორები, რომელიც რაღაც მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჩვენ ვიწყებთ იოგას, იმიტომ რომ შესაძლებელი არის, რომ ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი წონის ადამიანი მოვიდეს და მიიღოს სიამოვნება ზუსტად იმ თანამიმდევრული და სწორი აქცენტებით, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ აქამდე და ვისაუბრებთ მომავალში. და ანუ აი სხვასთან შეფარდების და სხვასთან შედარების მომენტები ჯობია რომ არ იყოს თავიდან ასე ვთქვათ აქცენტირებული და უფრო საკუთარ თავზე აი იმ სარგებელზე კონცენტრაციით დავკავდეთ და შემდგომ უკვე ყველაფერს დრო მოიტანს. შეიძლება კონდეს, ანუ მეც მქონდა, სხვებისგანაც მსმენია, მაგრამ ბენეფიტი შემდეგ იმდენად ბევრია, რომ ღირს რომ აი ამ რაღაცებს ვაჯობოთ ჩვენ თავს და ამ რაღაცებს გადაობიჯოთ და მივიდეთ და ვცადოთ და ხო სარგებელი მე იმდენად ბევრია, რომ ღირს რა. აი არ არის უხერხული თუ მაგალითად რაღაც არ გამოგვივა, მაგალითად ჯგუფში პრაქტიკის დროს, როცა ყველა ერთი და იგივე რაღაცას აკეთებს, ან თუნდაც სხვა რაღაც ჩვენ მოგვინდეს, რომ ან შევისვენოთ, ან ასანა გამოვტოვოთ, აი ეს დისკომფორტები ზოგჯერ არის ხოლმე და რაღაცნაირად აი რო არ გამომივიდეს, ან ეხლა რო არ გამომივიდა, რაღაც აი ამ ჯგუფის ერთიანობას ხო არ ანუ ეს არ არის ისეთი რაღაცები, რამაც უნდა შეგვაფერხოს. ხო, მაგ დროს ვეუბნებით ჩვენ ასეთ რაღაცას, რომ აი პირველ გაკვეთილზე რომ მოხვედი, რაღაცები სპეციალურადაც გამოტოვ. ანუ შენი შესაძლებლობის 50% გამოიყენე. ან მაქსიმუმ 70%. ერთი კვირა ისე უბრალოდ დაათვალიერე. თუ ზოგადად დიდი ხანი არ გივარჯიშია, სხეულის დატვირთვა არ ქონია დიდი ხანი და ვინაიდან ყველა გაკვეთილზე ბევრი ვარჯიში მეორდება, რაღაცას ეხლა რო ვერ გააკეთებ მერე. და კითხვა ასევე ესეც არის, რომ მე რომ მოვიდე პირველ გაკვეთილზე იქ თუ არის ხალხი, რომელიც თქვა 8 წელი აკეთებს და მე ეხლა მოვალ, როგორ გამოვა ეს და ამაზე პასუხი არის ესეთი, რომ იოგას აქვს იმის საშუალება, რომ
გამოცდილმაც და გამოუცდილმაც გააკეთოს ერთი და იგივე, ინსტრუქტორი მაინც ხსნის ყველა დეტალს, ინსტრუქტაჟი მაინც არის, უბრალოდ ერთი ადამიანი აკეთებს მაქსიმალურად იგივე დახრას. მეორეს აკეთებს სადამდეც შეუძლია. მაგაში აბსოლუტურად განსხვავება არ არის და თან ის რომ ვიღაცას 8 წელია გამოცდილება აქვს, არ ნიშნავს რომ ის აუცილებლად უფრო მოქნილი იქნება. ის ანუ შეიძლება დამწყებით ბუნებრივად იყოს მოქნილი. ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე. აბსოლუტურად, ანუ მაგაზე არ არის. თან შეიძლება ვთქვათ 8 წელი ვიღაცა ვთქვათ ასანებს აკეთებდეს, მოქნილი ქონდეს ფეხები, მაგრამ არ ქონდეს მოქნილი ხელები. ის ვინც მოვიდა თქვა პირველ გაკვეთილზე მოქნილი აქვს ხელები. ანუ აქ ჩვენ ერთმანეთს საერთოდ არ ვეჯიბრებით. ჩვენ თავარია რომ ეს ასანები გავაკეთოთ სწორად, რომ როგორც მაგალითად შტანგას იგივე მოძრაობას ვიღაცა 100 კილოს აწევს, ვიღაცა 10 კილოს და ვიღაცა 1000 კილოს. მოძრაობა იგივე არის, მაგრამ ყველა აკეთებს თავის შესაძლებლობის მიხედვით და რაც შეეხება რთულ პოზებს, ანუ რთული პოზები ისეთ ჯგუფებში ჩვენთან არ არის, ჩვენთან არის ეგეთი რთული პოზები, მხოლოდ მაისორის სტილზე. იქ არის შესაძლებელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ჯგუფებში რაც არა მაისორის სტილზე, ანუ რაც ჩვენ რა ჯგუფებსაც ვთავაზობთ, რომ ეს გამოცდილებისთვის არ იქნება გამოწვევა. იქნება, იმიტომ რომ ჩვენ შეფარდება არის საკუთარ სხეულთან და აქედან გამომდინარე ყოველთვის ანუ ყველა დონის პრაქტიკოს შეუძლია გაუმჯობესოს თქვა ფეხების მოქნილობა, ხერხემლის მოქნილობა, გაიუმჯობესოს აი რაზეც ვსაუბრობთ, ანუ ეს ყველაფერი, წონასწორობა იქნება თუ რაღაც სხვა, ისე რომ არის გაჩნდეს საერთოდ ის პრობლემა, რომ მე ეხლა ვიწყებ. და ასევე აი რაც მარიამა თქვა, მე ყველას მინდა უთხრა, რომ ანუ მართლაც არავითარი ასაკი პრობლემა არ არის 60 წელი იქნება თუ რა ვინც ცხოვრობ თქვა საქართველოში, თბილისში და სხვა ქალაქში, თუ სადაც არ უნდა იყოს საზღვარგარეთ, ანუ ნახეთ თქვენთვის შესაბამისი ფორმა პრაქტიკის, უბრალოდ ყურადღებით შეისწავლეთ, ანუ სად მიდიხართ, თუ სახლის პრაქტიკა იქნება, ანუ თუ ნებავთ ჩვენ გითხეთ რჩევა, თუ ონლაინ აპირებთ ასე ვთქვათ პრაქტიკას, რომ ყოველთვის გამოიძებნება საშუალება, ანუ არ იფიქროთ, რომ თქვენ რაღაცა ასაკის გამო ვერ შეძლებთ, ანუ რაღაცნაირად გერიდებათ, რომ ვთქვათ სტუდიას ეწვიოთ, ან იოგას კლუბს ეწვიოთ, ან რაღაცნაირად ანუ ეს დაივიწყეთ, ანუ არ არსებობს აქ ასაკი, ანუ არაფერი, ანუ პრობლემა არ არის, ანუ არავის იოგას სტუდიებში ძირითადად არის ისეთი გარემო, რომ ყველა ერთმანეთს რაღაცნაირად მხარს უჭერს, რაღაცნაირად მხარდამჭერი გარემო არის და მერწმუნეთ, რომ ეს თქვენთვისაც კარგი იქნება, შეიძლება ვთქვათ, ბევრი საქმე გქონდეთ, მაგრამ თქვენი ახლობლები გაცილებით უფრო ბედნიერები იქნებიან ამით, რომ თქვენ ასე ვთქვათ საკუთარ თავზე იზრუნებთ, მოკლედ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. კიდევ საკითხი არის ესეთი, ანუ სუნთქვის საკითხი და სუნთქვას უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ ასევე დამწყებებს ურჩევთ, რომ ზოგ აქვს გაგონილი დროს იოგაში სუნთქვა მნიშვნელოვანია და ეშინია, რომ რამე არასწორად არის სუნთქოს. ასევე ხშირია კიდევ კითხვა მუცლით ვისუნთქო თუ კერდით ვისუნთქო. ეს კითხვაც არის ხოლმე. და ამის შიში, ანუ მართალია, რომ სუნთქვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ არის რამე ისეთი საშიში, უფრო მეტად საშიში, ვიდრე დავუშვათ ოლოფი სიგარეტის მოწევა დღეში. ხო. და ეს კითხვა, რომ დავუშვათ, რომ პირველივე გაკვეთილზე, რომ ძალიან ზედმიწევნით იმ სუნთქვით ტექნიკას ვერ გამოვიყენებ, ეს მართლა საერთოდ არ არის პრობლემა. ამიტომ დაივიწყეთ ეს, ანუ გაქვთ საერთოდ შიში, რომ სუნთქვა არასწორად გააკეთეთ, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება, რომ არ შეიკავოთ სუნთქვა დიდხანს, თავისუფლად ისუნთქეთ და თანდათანობით ჩვენ გასწავლით, ან სადაც საჭირო არის, სადაც ამის ცოდნა და გამოცდილება არსებობს, იმ დეტალებს, როგორ გავიუმჯობესოთ სუნთქვის მეშვეობით, ხერხემლის, მათ შორის ხერხემლის გომარეობა, როგორ დავიცვათ სწორი სუნთქვის მეშვეობით სხეული და რომელ პოზაში რეკომენდებული არის მუცლით სუნთქვა, რომელ პოზაში კერდით სუნთქვა,
მაგრამ ეს დასაწყისში თუნდაც ერთი თვე, ორი თვე უფრო ფორმაზე რო გააკეთოთ აქცენტი, აი თუ მაგალითად მოძრაობაზე, სხეულზე რო გააკეთოთ თვითონ აქცენტი, ასე ვთქვათ, ფიზიკურ ასპექტებზე, ეს საერთოდ არ არის პრობლემა და მე უნდა მიექცეს ყურადღება, ესე იგი, სუნთქვას რელაქსაციასთან ერთად, რო შეიძლება სუნთქვასთან დაკავშირებით დავამატო, მე მაგალითად რომ დავიწყე ჯერ კიდევ YouTube-ზე ვიდეოების ყურება, პრაქტიკის ყურება და დავიწყე პრაქტიკას სახლში. მაშინ ეხლა მივხვდი უკვე აქ რომ მოვედი და დავიწყე პრაქტიკა აქ, რაღაცებს მივხვდი რომ მეტი ყურადღება უნდა დამეთმო, ანუ უბრალოდ მეტად უნდა მომეძიებინა ინფორმაცია სუნთქვასთან დაკავშირებით. და ვინც დაუშვათ სახლში აპირებს პრაქტიკის დაწყებას, ძალიან კარგი იქნება თუ მეც მოიძიებს ითხოვს ჩვენ მეტი ინფორმაციას მიიღებს სუნთქვასთან დაკავშირებით და ერთი და აი რასაც ახლა იწახდი მე მაგალითად პრაქტიკულს დამწყებმა პრაქტიკოსმა რომ დავიწყე პრაქტიკა საერთოდ მავიწყდებოდა სუნთქვა ვიკავებდი თავისთავად გამოდიოდა რომ აღარ სუნთქავდი თავს ვიკავებდი ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა დამეწია სუნთქვა მოძრაობისთვის და პირიქით მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იმდენად თან ამ ყველაფრის მოსმენით გაგებით თავისთავად მოვიდა ეს ყველაფერი თავისთავად დაჯდა მოძრაობა სუნთქვაზე და პირიქით ამიტომ ამაზე საერთოდ არ იღელვოთ, რომ დავუშვათ ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე ვერ გაიგებთ, ვერ მიხვდებით, როგორ უნდა ისუნთქოთ, სად უნდა ჩაისუნთქოთ. უბრალოდ ისუნთქეთ, როგორც შეგიძლიათ. უბრალოდ ისუნთქეთ, როგორც შეგიძლიათ და ეს თავისთავად ძალიან კარგად დაჯდება დროთა განმავლობაში თქვენი მოძრაობის მეთოდები. ერთი რაც უნდა ვეცადოთ, ეს არის სუნთქვა იყოს მშვიდი შეძლების დაგვარად, ესე იგი ცოტათი გახანგრძლივებული ამ დროს პარასიმპათიკური ნერვული სისტემა აქტიურდება და სტრესი იკლებს. ამიტომ სუნთქვა იმთავითვე იოგებისთვის იყო საშუალება, რომ გონებაზე მოქმედად იოგა ანუ რა არის, რომ იოგა არის გონების გაფანტულობის ალაგმა. და არა აზრის გაჩერება იმ გაგებით რომ ადამიანს აზრი არ კონდეს, არამედ აზრების მიმართულების გაკონტროლება, რომ მაგალითად აი ჩემთვის ანუ იოგას ხარისხი რა არის ჩემს ყოველდღიურობაში რაში მოიხატება რომ მე რო აი გადავწყვეტ რომ ეხლა მე 1 საათის განმავლობაში ვკითხულობ წიგნს თქვა რავი რაღაცა ფილოსოფიას მე აი ყურადღებას გადავრთავიქ მე ეხლა მე დაუკრავ თქვა 9 საათი ან ეხლა მე გავაკეთებ ამას და მე მართავ ჩემს ყურადღებას აი ესე ვანაწილებ და ანუ შიგნიდან მოდის ეს ინიციატივა და ასევე მაგალითად თქვა სკროლავ და ყურადღება გაფანტულია მიყავ ხარ მე აქედან იქით გადახდი იქიდან იქით გადახდა გადმოხდა და აი თვითონ აქედან რომ გამოწევ ყურადღებას ამ გაფანტულობიდან შენი ნებით გადაიტან რაღაცაზე ეს არის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი და იოგას თვითონ პროცესი არის ანუ ეს პროცესი ანუ შენ რომ სხეულზე მუშაობ სინამდვილეში მუშაობ ყურადღებაზე რომ შენ ანუ ხარ იმ მომენტში იმ შეგრძნებაში და ამას მართავ და სუნთქვა ამ პროცესში გეხმარება უბრალოდ რა გეხმარება რომ შენ ემოციური დაძაბულობისგან გათავისუფლდე და ეს თერაპიაც არის შენ ჯანმრთელობას აუმჯობესებ აი ეს თუნდაც ეკონომიკური მხრივ რო შეხედო, ნაკლები დანახარჯი გაქვს სამედიცინო. უბრალოდ მხოლოდ იმიტომ რომ შენ გაქვს რესურსი, რომ შენი თავი აღადგინო, ანუ რაღაცა ბალანსირებული კვების მეშვეობით, დავუშვათ იოგას თვითონ პროცესის მეშვეობით, მედიტაციის მეშვეობით, აი რაც არის იოგას კომპონენტები, ეს არა მარტო იმისთვის არის, რომ თქვა, სულიერად არამედ ეს გაძლევს სწორედაც თუნდაც ბიზნესში იქნება თუ საქმიანობაში იქნება რომ შემდგომ გამოიყენო. ასევე დამწყებებს ურჩევთ რომ იპოვონ ანუ ესე ვთქვათ ისეთი ფორმა პრაქტიკის რაც აძლევს უსაფრთხოების განცდას. რაღაცა პოზა თუ შენთვის რისკთან ასოცირდება არ უნდა გარისკო. ეს ნაბიჯ ანუ მიახლოების პრინციპით ანუ შეგიძლია ესე მიყვედა აი თვითონ ეს განცდა რომ შენ აი კომფორტულად ხარ. აი მაგალითად ვისაც თქვათ
გითამაშია თქვათ ფეხბურთი ან რაღაც სპორტული აქტივობა და რაღაც მოძრაობა რო გსიამოვნებს. რაღაცნაირად გამოგდის რა. აი ეგეთი შეგრძნებები გამოიმუშავებს ადამიანის ორგანიზმში ისეთ ნივთიერებებს, ისეთ ელემენტებს, ანუ მარტივად რო ავხსნათ, რაც იწვევს შემდგომ უკვე ორგანიზმის ანუ რაღაცნაირად მართვის გაზრდას, კონტროლის გაზრდას. არის ხოლმე ცდუნების მომენტიც, შენს გვერდზე რო უყურებ პრაქტიკოს, რომელიც ცაუც რა დაკეთებს, რომელიმე ასანას არ აქვს მნიშვნელობა, შენც გინდა რომ ისე გააკეთო, ისე შეძლო უბრალოდ ხო აი კარგად უნდა გქონდეს გათვითცნობიერებული ის, რომ ანუ ის შეიძლება შენს გვერდით ვინც დგას, არის შედარებით დიდი ხნის პრაქტიკოსი და შენ ანუ შენ უნდა გააკეთო შენი თავის მაქსიმუმი და აუცილებლად ანუ ხო აი ეგ არის რა რაც წეგან ისედაც ვთქვი რომ აი მე ძალიან პირველად რომ გავაკეთე რამდენიმე ასანა ჩატურანგაზე ვყვები ხოლმე რომ ჩატურანგაში მართლა ვერ წარმოვიდგენ როგორ ჩადიხართ რანაირად არა და დღეს ჩატურანგა არის ჩვეულებრივად ძალიან მარტივად გასაკეთებელი არა და არ არის მარტივი ხო ესეა გიორგი ხო და ამიტომ ნაბიჯ ყველაფერი გამოდის ხო თანმიმდევრულად ხო ყველაფერი გამოდის და თვითონ იოგი ადამიანი ანუ იოგი ნიშნავს ადამიანს რომელიც მართავს თავის ყურადღებას და არა ადამიანს რომელიც აკეთებს ასანას ანუ ასანები შეიძლება ნებისმიერად ანუ მოქნილი იყოს შპაგატში ჩაჯდეს თავზე დადგეს და ასე შემდეგ ნებისმიერი თანმოვარჯიშე ის არ არის საერთოდ შეიძლება ადამიანი რაღაც ძლიერი იყოს ხელებზე დგებოდეს ან მოქნილი იყოს რაღაც ილეთებს აკეთებდეს ეს საერთოდ არ ნიშნავს იოგას იოგა ნიშნავს რომ თვითონ პროცესის მიმართ რა დამოკიდებულება რა მიდგომა აი მიდგომის ხარისხი არის იოგას თორე მაგალითად ანვარჯიში ხო ძალით რო ჭიმავენ აი თქვათ ხალხი ბავშვები მიდიან ეხლა არ ვიცი თუ არის ეგეთი ის მაგრამ ბევრი ყვება რომ აი ცრემლებამდე მივდიოდით ისე გწკიოდა რომ გწელავდნენ და რაღაცა ესეთი რაღაც ეს იგივე ხო და ანუ ისიც ხო შპაგატში ჯდება ანუ აქ ასანებშიც იმას აკეთებ იგივეს მაგრამ ეს მიდგომა დამოკიდებულება არის თვითონ იოგა ცხოვრების მიმართ და არა თვითონ კონკრეტული ასანის შესრულების უნარი და ეს უნდა გავარჩიოთ როცა იმ ადამიანებს არ უნდა უწოდოთ იოგები რომლებიც ან ბუნებრივად მოქნილები არიან ან დაუშვათ რაღაცა მეთოდებით უბრალოდ რაღაცას მეხსოვს ის შეიძლება თანვარჯიში იყოს და ძალიან კარგია რომ ვიღაცა მოქნილი არის სასურველი არაცრემლების ხარჯზე ხო ხო მაგრამ ეს უნდა განვასხვაოთ რომ ეგ არ არის საერთოდ რაღაც ასანას გააკეთებ და იოგი ხარ არა ხოდა სწორედ ეგ არის ანუ ეგ გამოდის საბოლოოდ ყველაზე გავრცელებული შეცდომა დამოკიდებულებებში გვხვდება ჩვენ რეალურად როდესაც დამწყები არის და არ იცის როგორი დამოკიდებულებით მიუდგეს ანუ იოგას აი ზუსტად ეგ ხა წეღანთია შენც რო ახსენე ეს კონკურენციის და ძალის დემონსტრირების საკითხი რომ აი ასანებში როდესაც ჩვენ ვართ და როდესაც ფიზიკურად საკუთარ სხეულზე მუშაობთ ანუ რომ სხვას არ შევედაროთ ანუ არ გაგვიჩნდეს ასე ვთქვათ ეს კონკურენციის მომენტი ანუ აი ეს ერთადერთი ვისაც შეიძლება შევედაროთ საკუთარი შესაძლებლობები არის იმ კონკრეტულ მომენტში და ამის გადალახვა ასევე ანუ ხშირი არის ხოლმე რომ მხოლოდ ანუ ფიქრობენ იმაზე და კონცენტრირდებიან იმაზე რომ შესრულდეს ანუ კონკრეტული ფიზიკური პოზა და არ ხდება დაკვირვება შეგრძნებებზე ანუ როგორი არის შეგრძნებები ამ ასანაში და ხშირად კვალიფიციური ინსტრუქტაჟის მიღმაც შესაძლებელი არის რომ აი ამ ჩვენი შეგრძნებების უგულებელყოფით რაღაც ანუ ისეთ ტრამულ შედეგებამდე მივიდეთ ხო აი რაღაცა იმ მხოლოდ რომ ფორმალურ და ასე ვთქვათ ვიზუალურ ნაწილზე ვართ ორიენტირებული რომ რაღაცაში უბრალოდ შევიდეთ შეიძლება გამოგვრჩეს თანამიმდევრული და სწორი მიდგომა საკუთარ სხეულზე მუშაობის დროს და იოგა არ ნიშნავს რომელიმე კონკრეტულ ასანას ხო მაგალითად აი ჩემს მაგალითად უკითხავთ რომ აი ლოტუსში თუ ჯდები ანუ ვერ ჯდები ანუ ხელებზე დგები ვერ დგები და ანუ ჩემთვის ხო იოგა არ არის რომელიმე კონკრეტული ასანა და იცი რატო არის ეგრე იმიტომ რომ ასანას ანუ პოზას შპაგატში ადამიანი ჯდება თუ არა ამას თვალით ხედავს და იმას რომ
თვითონ იმ ვინც ჭირდება შპაგატში რა დამოკიდებულება აქვს თავისი სხეულის მიმართ ან შპაგატის მიმართ ან ხო ან როგორ მიაღწია ან პროცესს როგორ უყურებს ანუ ზოგადად შენი დამოკიდებულება ისევ შენი თავის მიმართ მათ შორის შენი სხეულის მიმართ ეს რადგან არ ჩანს თვალით იმას სხვას არ შეუძლია ეს შეაფასოს ამას ჭირდება სხვანაირი დაკვირვება და ამიტომ არის ხოლმე რომ ერთადერთი ის არის რომ უიდე და რა მაგარი იოგია და არა და ანუ რაშოშია ანუ არაფერი კავშირში არ არის და ეს უბრალოდ უცნაურიც არის მაგრამ მე მესმის ეს რატო არის იმიტომ რომ ის თვალით რაღაცა რაც ჩანს ეს ფასდება თორე არის ანუ იოგი შეიძლება იყოს ადამიანი რომელიც საერთოდ არ აკეთებს ასანებს ასანა საშუალება არის მხოლოდ მდგრადად რომ დაჯდე მაგალითად სტაბილურად და შენ მიეცე გონებრივ პრაქტიკას აი სულიერ მჭრეტელობას ამისთვის არის საჭირო უბრალოდ რა ეს კავშირი აქვს და პლუს ის არის რომ გონების სიმშვიდეს რო ახსენებ ეს სიმშვიდე იღრება მთელ სხეულში და აჯანსაღებს იმიტომ რომ სხვანაირად თუნდაც რაღაც ფიტნესით იყო დაკავებული ანუ ეს შესაძლებელი არის რომ საერთოდ არ იყოს ჯანსაღი პროცესი თუ ცნობიერება არ არის ჯანსაღად მომართული ხო ჩვენ ეს თემა კიდე ერთი თემით განვავრცოთ ეს არის რომ დამწყები რომ მოდის ურჩევთ ხანდახან ინდივიდუალურს ხანდახან ურჩევთ ჯგუფურ ინდივიდუალურს ხო მაისორის სტილი ჯგუფურ ინდივიდუალურიც არის სადაც სხვა ხალხიც არის მაგრამ ყველას მაინც ინდივიდუალურად უდგებით ცალ-ცალკე პროგრამას ვაძლევთ და არის სინქრონული სადაც ყველას ერთი და იგივეს ვაკეთებინებ აი ეგ თემაც რო ისაუბრეთ და გადავიდეთ შემდეგ ესე იგი ინდივიდუალური გაკვეთილი ალბათ უმჯობესი არის რომ იმ შემთხვევაში იყოს შერჩეული როდესაც საქმე გვაქვს ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემასთან და საჭიროებს ინდივიდუალური პროგრამის შედგენას და მთელი ყურადღების კონცენტრაციას ასე ვთქვათ იმ კონკრეტულ პრაქტიკოსის საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე და ეტაპობრივად შესაძლებელი არის რომ აი ამ პერსონალური გაკვეთილებით და დაგროვებული გამოცდილებით შემდგომ მოხდეს გადასვლა ჯგუფურ გაკვეთილებში. ასევე შესაძლებელი არის ანუ მაისორის ჯგუფშიც რომ დავიწყოთ ანუ როდესაც არ გვაქვს გამოცდილება და შევიდეთ აი ამ ჯგუფურ ინდივიდუალურ გაკვეთილებზე და მივიღოთ ანუ ჩვენს შესაძლებლობებზე მორგებული პროგრამა და დრო განვავითაროთ. უბრალოდ აქ ანუ ისიც არის რომ ინსტრუქტორის ყურადღება ნაწილდება სხვა სტუდენტებზეც განსხვავებით ინდივიდუალური გაკვეთილისგან აქ სრულად კონცენტრირებული არის ინსტრუქტორის ყურადღება და ერთ-ერთზე კომუნიკაცია ხდება და აქ შეიძლება უფრო ღიათაც მოახდინოს პრაქტიკოსმა საკუთარ ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარი საკუთარ საჭიროებებზე და უფრო ასე ვთქვათ ინტიმური და პერსონალური ურთიერთობა არის და ასევე არის სინქრონული ჯგუფი ამ ჯგუფებში შესაძლებელია რომ ანუ ზოგადად მოვიდეს ადამიანი რომელსაც რაღაც არ გააჩნიეს კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობა და დამწყებით შეიძლება რომ მათ შორის მოვიდეს იმიტომ რომ სინქრონულ ჯგუფებშიც არის შესაძლებლობა რომ იქნეს გათვალისწინებული თუ რაიმე ასანას ვერ გააკეთებს ეს პრაქტიკოსი რომ მიეწოდოს ვარიაცია და დეტალური ინსტრუქტაჟი. ძალიან განსხვავდება თან ერთმანეთისგან აი მაისორი სინქრონისგან და ორივე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად. სინქრონის შემთხვევაში მიყვები ინსტრუქტორს და არ გიწევს ფიქრი, ნაკლებად ხარ კონცენტრირებული თითქოს და მაისორი აღმოჩნდა ძალიან ისეთი საკმაოდ დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ აბსოლუტურად შენ თავზე ხარ დამოკიდებული და დისციპლინას და მეტ ხო აი დაკვირვებას საკუთარ თავზე და მეტ კონცენტრაციას, რაც იყო ძალიან საინტერესო და ახალი გამოწვევა კიდე ორივე განსხვავდება ერთმანეთისგან და ორივე ძალიან საინტერესოა. იქაც ძალიან საინტერესოა ვარჯიში სინქრონში, როგორ მიყვებით ერთად ერთმანეთს და ინდივიდუალურადაც ეს კონცენტრაციის ამბავი ძალიან ხო, საინტერესო გამოწვევაა. ხო, ესე იგი, რაც შეეხება ინდივიდუალურ გაკვეთილს, როცა მაგალითად ან პირდაპირ ექიმი აძლევს რეკომენდაციას და მოდის ან თქვა წინასწარ გადმომიგზავნის, თქვა რა პრობლემა აქვს და
ან შეიძლება გადაიღო და თან დასკვნას გადმოგზავნოს და ასე შემდეგ და იმას ურჩევ ინდივიდუალურ პროგრამას. ოღონდ მინდა რომ გაითვალისწინოთ რომ ინტერნეტში არის და ისედაც გავრცელებული რომ მაგალითად აი 5 პოზა რომელიც აგეხმარება წელის ტკივილებისთვის, რომელიც თქვა კარგი არის, თქვა მენსტრუალური ტკივილებისთვის და ასე შემდეგ. ან ამისთვის ან რეალურად ეგეთი რაღაცა უბრალოდ არ არსებობს. იმიტომ რომ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და მე როცა მუშაობ ან თუნდაც ისეთ ადამიანზე რომელსაც ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, ეგრე კი არ არსებობს რაღაც რეცეპტი, რომ მაგალითად ვისაც ეს აწუხებს, უნდა გააკეთოს ეს. ამას მე თვითონ პროცესში რო შევაფასებ მე რო ვაწყებინებ ეს ნაბიჯ შემდგომ პროცესმა უნდა გამოაჩინოს. დებიდან ეს არ არის, იმიტომ რომ გააჩნია ადამიანის ზონას, გააჩნია ადამიანის მდგომარეობას, მოქნილობას, ძალას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. დავუშვათ თუნდაც იგივე ტიპის ვარჯიში მირჩევნია რომ დამდგარი გავაკეთებინო თუ დაწოლილი გავაკეთებინო თუ დამჯდარი გავაკეთებინო, საერთოდ როგორ ვიმუშაო მის სხეულზე. აი ეს არის მთლიანად ანუ პროფესიული და ასე ვთქვათ პროფესიონალური თემა და აი როცა ავრცელებენ ხოლმე უბრალოდ ამ ვიდეოებს წერენ იმიტომ რომ უბრალოდ რაღაც პოპულარული ის გახდეს რომ მარტივი 5 რაღაცა მეთოდი თქვა წელისთვის. თუმცა რა შეიძლება გაკეთდეს ზურგის ვარჯიშებისთვის, ანუ როგორც კომპლექს, ანუ ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ 15-20 წუთიანი ვიდეო, იმიტომ რომ ეს იქნება ზოგადი ვარჯიშები, რაც ყველასთვის მიზანშეწონილი არის, მაგრამ ინდივიდუალურად ახლა ზოგადი ვარჯიშები ისეთი რაღაც არის, რომ შეიძლება იყოს ვიღაცისთვის ზედმეტად იოლი, მაგრამ მე რასაც თქვა გავაკეთებინებ ვიდეოში, რასაც დავდებ ინტერნეტში, ეს იქნება, ასე ვთქვათ, ძალიან ზოგადი რაღაცა. არა ის, რომ კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში იქნება მკურნალობა. ხო, რაც ასევე ზოგადად მოუხსნის, ასე ვთქვათ, უბრალოდ დაძაბულობისგან და მსუბუქი ტრავმის შედეგად გამოწვეულ ტკივილებს, მაგრამ ეს საყურადღებო არის. ინდივიდუალური გაკვეთილი ასევე არის არა მარტო მათთვის, ვინც სამედიცინო დატვირთვით აინტერესებთ, არამედ თუნდაც უბრალოდ ვიღაცისთვის კომფორტული იყოს ერთ-ერთი მუშაობა. ანუ მეტი ყურადღება ჭირდება, იმიტომ რომ ზოგი არის, რომ მაგალითად ასე გრძნობს თავს, ან ის რომ მეტი დეტალი და მეტი შეკითხვა აქვს. ან პირადად არ იყოს მოსახერხებელი ეს კომუნიკაცია. კი, ანუ მნიშვნელოვანი იყოს ერთი ერთზე შენთან კომუნიკაცია და მოსმენა რას ეუბნები. და ხო ანუ მაისორზე მიუხედავად იმისა, რომ ასევე ჯგუფურ ინდივიდუალურ მეთოდში ცალ-ცალკე მივდივართ და ცალ-ცალკე ვსაუბრობ, ანუ ესეც შესაძლებელი არის. ხო, მოკლედ ეს არის დამწყები და ერთიც ვთქვათ, ესე იგი სამედიცინო თემა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად როცა დასკვნას მიგზავნია, ანუ თქვათ იქნება ეს ხერხემალი თუ თქვათ დისკის პრობლემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაინც გადაწყვეტილება თან ისეთ პრობლემის შესახებ, რაც არ ეხება ხერხემალს, სახსრებს და ასე შემდეგ და ძალიან სპეციფიკური არის, თქვათ არის თქვათ თირკმელის პრობლემა, ან თქვათ კარდიოლოგიური პრობლემა არის რაღაცა. ყველა პრობლემა, როცა რამე ესეთი სერიოზული არსებობს, უნდა შეფასდეს ცალკე. ანუ იოგას ინსტრუქტორმა არ უნდა შეაფასოს. შეიძლება მე კი მქონდეს გამოცდილება და ანუ რაღაც მიდგომა ვიცოდე ამ პრობლემის მიმართ ზოგადად, მაგრამ ზოგადი პრობლემით არ უნდა ხელმძღვანელოთ, იმიტომ რომ ყველა შემთხვევა, ყველა დაავადება არის ინდივიდუალური, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. აი, არ არსებობს ესეთი რაღაცა, რომ მაღალი წნევის დროს ეს შეიძლება თუ არა. რომ გააჩნია თქვათ ის მაღალი წნევა ერთჯერადად არის თუ რის გამო არის, ან დავუშვათ თქვათ გლაუკომის შემთხვევაში ეს შეიძლება თუ არ გააჩნია რა ფორმაში არის
და ეს რა ფორმაში არის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეაფასოს შესაბამისმა სპეციალისტმა. ხო, ესე წარმოვიდგენოთ, რომ სტომატოლოგი ხო არ შეაფასებს, დავუშვათ კარდიოლოგის სფერო. ანუ ისიც ექიმია, მაგრამ ყველას აქვს გამიჯნული დარგები. მით უმეტეს იოგას ინსტრუქტორის სფერო არ არის კონკრეტული დაავადებების შეაფასოს. საერთოდ არ არის. და არამედ უნდა მოხდეს კოორდინირებული თანამშრომლობა, ექიმი აძლევს რეკომენდაციას პაციენტს, შეიძლება ან პირდაპირ დავუშვათ ან მე გავესაუბრო, დავუშვათ როგორი თქვათ მდგომარეობა არის, რომ მე გავითვალისწინო შემდგომ თუ ინდივიდუალურ პრაქტიკაზეა საუბარი, როგორი უმუშაოთ, რა შეზღუდვები შეიძლება იყოს საჭირო და ასე შემდეგ. ამიტომ აქ არის ასე ვთქვათ მიჯნა ინსტრუქტორისთვისაც ეს ეხება დამწყები ინსტრუქტორსაც, ანუ ბევრი დამწყები ინსტრუქტორი გვიყურებს, ანუ ვიცი რომ გვიყურებენ, მიუხედავად იმისა, რამდენად ჩართულები არიან და აქტიურობენ მიუხედავად ამისა. ხო, და ეს არის ასე ვთქვათ ორიენტირი, მაგრამ თავარი არის რა, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ვარჯიში არის კარგი. უბრალოდ თემა ის არის, რომ როდის დაიწყო და ყველაზე ძნელი მომენტი მინდა გითხრათ, რომ არის უბრალოდ პირველი თვე. აი ორგანიზმი რო შეეგუოს დაწყო. თუ გადალახა, მერე უკვე გაგიადვილდებათ. ანუ გულისხმობა რომ თქვათ, აი თუნდაც თქვათ წელის ტკივილები გაქვთ თუ რაღაცა გაქვთ, აი თავიდან არის ყველაზე უფრო რთული პერიოდი დაწყების, რომ გამწვავებები რო არ ახლდეს, ზუსტად უნდა გაკეთდეს ყველაფერი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ოპერაცია რომც გაიქეთოთ, ხანდახან აუცილებელი არის თქვათ ოპერაციის გაკეთება, მაგრამ მერე მაინც უნდა ივარჯიშოთ, იმიტომ რომ უბრალოდ ზოგადად ხო უნდა იყოთ ფორმაში, რომ მაგალითად რაღაც გარკვეულ ასაკში, ანუ გარკვეულ ასაკში ყოველთვის უნდა იყოთ ფორმაში. იქ სადღაც სამოგზაუროდ წასვლა გინდოდეს, ან ზოგადად კილომეტრების გავლა გიწევდეს, ან რაღაცა, ხო? ვარჯიში არის ეს, რომ შენ ხარ მზადყოფნაში და შენ თავს მართლა შენ შეგიძლია გადაადგილება და იმ შენი გეგმების განხორციელება რა. ხო, და მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, როცა ვარჯიშებს საუბრობ აუცილებლად იოგას. იქნება ეს ნებისმიერი სხვა აქტივობა, რა ვიღაცას შეიძლება კრივი მოწონდეს. რასაც სწორად ივარჯიშებ. აქტივობა ძალიან კარგია, ფიზიკური აქტივობა. კი, რა თქმა უნდა. კარგია, ნამდვილად ეგრეა. უბრალოდ თუნდაც ფეხით სიარული, ხო? ხო, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. ესე იგი, რას ურჩევთ ამ შემთხვევაში? რომ მნიშვნელოვანი არის თანმიმდევრობა და მნიშვნელოვანი არის სისტემატურობა. აი თუნდაც ისე არა რომ დავუშვათ გუშინ დავუშვათ დავლიე და ეხლა დავიწყეთ დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მე ისევ დავლიე, მე ისევ ანახეთ, ესე იგი მნიშვნელოვანი არის რომ გადანაწილდეს დატვირთვა, თუნდაც დავიწყო 10 წუთით, მაგრამ მოვახერხო ის, რომ კვირაში 3-4 ჯერ 10 წუთი რაღაც ვარჯიშებს ვაკეთებ რა. და არა ის, რომ ეს კვირა ერთ დღეში გავაკეთო საათნახევარი და მე ერთი კვირა საერთოდ არ გავაკეთო. აი ეს გადანაწილება, როცა საეჭვო არის, რომ გექნება თუ არა ზუსტად მაგის დრო, სისტემატურად ივარჯიშო, აირჩიე უფრო ცოტა ხანი. მაგაზე წუწუნებენ ხოლმე ბევრისგან მომისმენია, რომ აი ცირ არის დრო არ მაქვს და აი ბევრი ჩემი მეგობრისთვის მირჩევია. მე თვითონ ეგრე დავიწყე. დღეში 5 წუთი, ანუ შეუძლებელია რომ 5 წუთი არ გქონდეს, 10 წუთი, 15 წუთი არ გქონდეს და ეს 5 წუთი, 10 წუთი, 15 წუთით მე ძალიან კარგ შედეგს ხედავ და ამიტომ ხო 5 წუთი, 10 წუთი ყველას გვაქვს რომ დავიწყოთ და მე აი ის ბევრს ნიშნავს 5 წუთი, 10 წუთი ძალიან ბევრს ნიშნავს. ანუ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ რომ აი 10 წუთი რა არის, მაგრამ ხარისხიანად გაკეთებული თუნდაც მარტივი ვარჯიშები ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან ბევრს მოგცემთ ყველას. კი, ხო, იმის თქმა მინდოდა რომ აი კვლევებზე როცა საუბრობდით და სარგებლიანობასთან დაკავშირებით, ხო? ეს ასე ვთქვათ ვალიდური და ავთენტური ექსპერიმენტები ზუსტად მაგას ეფუძნებოდა, რომ იქ სისტემატიური პრაქტიკის შედეგად მიღებულ შედეგებს აკვირდებოდნენ, ანუ როდესაც ჯგუფებს ირჩევდნენ, ანუ იყო აი რაღაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ყოველდღიური იოგას პრაქტიკა, თქვათ, სუნთქვით სავარჯიშოებთან ერთად რა შედეგს გვაძლევს, ხო? ანუ ეს სისტემატიურობა და ხანგრძლივად განგრძობადობა იძლევა ზუსტად მაგას, რომ
ჩვენ ის არ ვიცი ექსპერიმენტის ქვეშ მივიღებთ ამ შედეგებს თუ ჩვენ თავზე ჩვენ თვითონ თვითდაკვირვებით, ანუ ეს მნიშვნელოვანია, რომ იყოს სისტემატიური და უწყვეტი, რომ ვნახოთ ზუსტად ესე არა ალაგ-ალაგ რაღაც გარკვეული პრაქტიკები, არამედ თანამიმდევრულად და დისციპლინირებულად. რომ ვნახოთ ის სარგებელი, რაც შეიძლება თავიდან თვითონ ეგრე ვუყურებდი, რომ აი 5 წუთი დღეში, აი რა, მაგრამ თანმიმდევრულად თუ მიყვები ამ ყველაფერს, თურმე ეს 5 წუთი ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან კარგ საქმეს უკეთებთ ჩვენ თავს და აი ბავშვებზე რო თქვეს, მინდა რომ თქვა, რომ ძალიან კარგია, როცა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი გამოცდილებით ძალიან კარგია, როცა შენი შვილი გიყურა, შენ ხარ მისთვის მაგალითი. რა თქმა უნდა, ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა და გააჩნია ყველა ასაკში თავისებურად ხდება ყველაფერი, მაგრამ ჩემი შვილი მაგალითად 8 წლის არის. იმ დღეს ვარჯიშობდა ჩვენთან ერთად და ამ ყველაფერს რო უყურებს, უჩნდება, მე რომ მიყურებს, უჩნდება მას ვარჯიშის სურვილი და ეს მისთვის ძალიან მე რო უბრალოდ არ ვარჯიშობდა ეს ტყაზე ვიძახი და მას ვუთხრა, აი ხა შენ უნდა ივარჯიშო, შეიძლება ეს არ გააკეთოს და როცა აი მაგალითად წიგზე უთქვამს, რომ აი თეატრს კითხულობს და ნუ თვითონ უჩნდებოდა იმის რომ წიგნი აიღო და წაეკითხა, ანუ იმეორებდა იმას, რასაც ხედავდა და ესეც რაღაცნაირად ერთ-ერთი მოტივატორი უნდა იყოს ჩვენთვის, რომ ჩვენი შვილებმა გააკეთონ ის, რაც კარგია, ხო? გაიმეორონ ის, რაც კარგია. ხო, ესე იგი, შემდეგი ასეთი საკითხი არის, რომ ხო, გავრცელებული შეცდომები გარკვეულწილად შევეხეთ, ხო? ანუ არ უნდა შეეჯიბრო არავის. შენ ხარ უნიკალური და ეს იოგას ფილოსოფიის, ანუ ძალიან ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაწილი არის. ხო, არ უნდა იჩქარო, არ უნდა მიყვე მეთოდს. და მაგას გირჩევთ, რომ თუ რამე ასე ვთქვათ, გადაწყვეტ რამე მეთოდის, რამე პროგრამის მიყოლას, რომ დააკვირდით, რომ ეს რამე გამოცდილი მეთოდი არის თუ უბრალოდ რაღაცა შემთხვევითი ნაკრები არის, იმიტომ რომ უმეტესად რაც არის ვიდეოები შეიძლება იყოს აი რატო კეთდება ჯერ ეს პოზა, მერე ეს და მერე ეს. რო კითხო, შეიძლება ვერავინ ვერ გაგცეს პასუხი, ვერავინ გულისხმობ, აი ბევრი პროგრამა ესეთი სტუდიებშიც არის, დაუშვათ ინტერნეტში ვიდეოები YouTube-ზე და ასე შემდეგ, რომ აი ამ პოზით რატო ვიწყებთ, მე ამ პოზას რატო ვაკეთებთ, ან მე იშვიათად არის ეგ. ხო, ანუ ეს და ესეთი მაგით არის მნიშვნელოვანი, რომ პროგრამა უნდა იყოს შედგენილი გამოცდილი მასწავლებლის მიერ, მაგალითად, ხოდა აშტანგა ვინიასა იოგა ეს დეკადების პერიოდის განმავლობაში ყალიბდებოდა ეს ფორმა, ათასობით ადამიანზე არის გამოცდილი და შემუშავდა მეთოდები, რომ ასანები რა თანმიმდევრობით უნდა იყოს ათვისებული. ან დავუშვათ აიანგარ იოგა, ხო? და როცა მაგალითად თქვა დამწყები ინსტრუქტორი ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს და რაღაცა მოუნდება, მოდი მე ახლა ამას გავაკეთებ, მე ამას გავაკეთებ და უბრალოდ ეკითხები, ამის მე ამას რატო ვაკეთებ? უბრალოდ არ ვიზუალურად შეიძლება მოწონდეს, რომ რაღაცა თქვა ებმება ან რაღაცა. ამიტომ მე უბრალოდ გირჩევთ, რომ აი ხა რაც დავასახელე, ხო ეს სახეობები ანუ მასწავლებელი ისეთ მასწავლებელმა უნდა შეადგინოს, რომელსაც აქვს წლების განმავლობაში გამოცდილება და ანუ მას შეუძლია რაღაც მეთოდი შეიმუშაოს, რა რომელიც დამუშავებული არის და შესაბამისად დამწყებმა ინსტრუქტორებმა რა თქმა უნდა ეს მეთოდები უნდა გამოიყენონ. მეთოდებს თუ არ იყენებენ, უბრალოდ მე ვამბობ, რომ ეს არის უბრალოდ ვიღაცის ექსპერიმენტი სხვაზე, სხვა ადამიანებზე. და ეს არის წლების განმავლობაში გამოცდილი მეთოდი, ხო? აშტანგა იოგა. ხო, ერთ-ერთი მაგალითად ეს არის. რასაც ჩვენ ვარჯიშობთ და რატომაც არა, რატომ უნდა გამოვიგონოთ თავიდან? ხო. ველო არ ვიცი. მაგალითად მეთოდი შეიძლება იყოს ისეთი, ვთქვათ, in yoga, რომელიც არის ორიენტირებული უფრო რელაქსაციაზე, რომ ვთქვათ, შენ თუ მაგალითად ფიზიკურად აქტიური სამსახური გაქვს ან სპორტსმენი ხარ და შენი ამოცანა არ არის ფიზიკურად დაიტვირთო, ხო? ისიც სწორია, უბრალოდ ის სხვა მეთოდია, ეს სხვა მეთოდი არის რა და შესაბამისად აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უბრალოდ ხანდახან რო არ წერია, თქვათ, აი სადღაც არის იოგა, აწერია იოგას გაკვეთილი, მაგრამ იქ რა არის რეალურად თუ არ არის დაკონკრეტებული, ესე იგი
იქ დიდი ალბათობით არაფერი მეთოდი არ არსებობს და ეს იგივე იქნებოდა რომ მე რო დავაწერო მაგალითად რომ იქნება მუსიკა მაგრამ არ წერია რეპ მუსიკა იქნება თუ ოპერა იქნება დაუშვათ მარია კალასის შესრულება არის თუ თუფაკი არის ანუ არაფერი დაკონკრეტება არ არის და შესაძლებელია ну რაღაც ტანდემიც იყოს ხო რატომაც არა გემოვნებით ესეც შეიძლება მაგრამ ამასაც ჭირდება რაღაცა მუსიკალური ცოდნა რო ხო არის პავაროტის და გილანის და დაუშვათ ქვინის რაღაც ერთობლივის მაგრამ ეს ხო არის რაღაცა ქაოტური ორივე თავისი ანუ პროფესიონალების ასე თქვა თანამშრომლობა არის ხო ხო ამიტომ ეს შერჩევა თვითონ როგორ შევარჩიოთ ანუ ესეთი საკითხი არის რომ მოიკვლიეთ უბრალოდ კრიტიკულად შეხედეთ მაგალითად როცა ამბობენ რომ მაგალითად მე ეროვნებით ვარ ინდოელი ეს არის ყველაზე ასე ვთქვათ არასერიოზული ასე ვთქვათ არგუმენტი რატო უნდა მენდო რომ მე იოგა ვიცი მართლა ვამბობ რომ ჩვენ ანუ როგორ გითხრათ ტრადიციული იოგა და იოგას ფილოსოფია არის ინდური მაგრამ ინდუსებმა ეს დაკარგეს და თვითონ ბრიტანელებმა დიდი წვლილი შეიტანეს იმაში რომ სანსკრიტის აღდგენაში და დაუშვათ აი ამ თვითონ ინდური კულტურის შენარჩუნებაში და შემდგომ უბრალოდ ჩვენ თანამედროვე იოგას რასაც უწოდებთ ეს არის თანამედროვე მედიცინაზე დაფუძნებული ცოდნა არის და სახელმძღვანელოებს ანუ მე რასაც ვასწავლი ანუ ინდურ ლიტერატურა ინდურ მიდგომებს ვასწავლი უბრალოდ როგორც ეგზოტიკას რომ ნახონ როგორი იყო ძველი მედიცინა და არა იმ ტრანსფორმაციაში დაკვირვების შესაძლებლობაც არსებობდეს რა ცოდნა შეიძინა მე უკვე ამ ყველაფერმა როგორ განვითარდა ხო არა იმ გაგებით კი არ ვასწავლი რომ ნახეთ ხალხო აი ამ წიგნებით უნდა მიუხვეთ არამედ მაგალითად ავტორი რომლის მიხედვითაც ვასწავლით არის ამერიკელი და იმიტომ რომ ის ეყრდნობა ჩვეულებრივ სამედიცინო ლიტერატურას ანუ არის კინეზიოლოგიას ეყრდნობა ანუ ის წიგნიც ხო გვაქვს ანუ მოძრაობის ანატომია სადაც ხო ანუ კინეზიოლოგია როგორც ბიომექანიკა განხილული არის ან თქვა ჩვეულებრივი ანატომია არის ასე თქვა იქ და უბრალოდ ეს არგუმენტი რომ ვიღაცა ამბობს რომ მე რაღაც ინდოეთში გავიარე რაღაც ერთთვიანი თუ რაღაც თვენახევრიანი კურსი ხშირად მიკითხავს ხოლმე ქართველებისთვის რომ თქვა რა სახელმძღვანელოს მიხედვით განიხილე და მე ჩემ პასუხისგებლობათაც მიმაჩნია რომ ეს ინფორმაციაც თქვა რომ არსებობდეს საქართველოს გართული იმაში რომ ბევრი ანუ ეს ლიტერატურა რაც არის ინდური ტრადიციული რაც ითვლება არ არის თანხმედრაში თანამედროვე მედიცინასთან და ჩვენთვის ეს არის ეგზოტიკა ამიტომ სახეობების არჩევისას მე უბრალოდ გირჩევთ რომ ამას მიაქციოთ ყურადღება რომ არ აქვს მნიშვნელობა რომ ამბობენ რომ თქვა აი მე ინდოეთში გავიარე კურსი ერთი ჩემი ნაცნობი ამბობდა რომ მე ინდოეთში გავიარე კურსი მაგრამ ვისთან გაიარე ანუ თავარი არის რა ხარისხის კურსი გაიარე ვისთან და რუს ტურისტთან ანუ სავსებით შესაძლებელია ინდოეთში გაიარე მაგრამ ანუ ინდოელი არ ნიშნავს რამენაერად რომ იმას ისევე როგორც ახლა ამათ გონიათ რომ თქვათ რაღაცა იმერულ ხაჭაპურს რო ვიღაცა დააცხობს ან დავშოთ მე თუ ქართველი ვარ და ანუ მე რო დავაყენო ღვინო და ანუ ტექნოლოგია ვიცოდე რომ რადგან ქართველი ვარ არა და მე როგორც ვიცი ანუ ევროპული ტექნოლოგია მეცნიერული თვალსაზრისით გაცილებით უფრო მაღალ დონეზე არის კი თავის ძველი მეთოდი მაინც სხვა არის თქვა ღვინოს ახლა არ შევადა იოგას მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გასათვალისწინებელია რომ თავარი არის რომ კონკრეტულად რა ისწავლე კურსზე რა რის მიხედვით გადიოდი კურსზე თორე ეს კურსი შეიძლება საფრანგეთში იყოს ან თქვა რაღაცა კამბოჯაზე იქნება თუ რაღაცა ბირმაზე მაგას არ აქვს ხო კიდე გვაქვს რაღაც ხო ესე იგი მოდით ბოლოს შეჯამებისკენ წავიდეთ რომ მნიშვნელოვანი არის ხო იოგას პრაქტიკა არის დისციპლინა არის საკუთარი თავის ტრანსფორმაცია დაფუძნებული
ცოდნაზე, არა ძალადობრივი, არამედ ცოდნაზე დაფუძნებული ტრანსფორმაცია, რაც იწვევს შენი ცხოვრების ტრანსფორმაციასაც, ოღონდ განსხვავებით ზოგადად, რაც თქვით, ისე ტრანსფორმაციული, მხოლოდ ტრანსფორმაციული კურსებისგან, ამაში რო არის ჩართული მთელი სხეულებრიობა, ეს ადამიანს აძლევს სიმყარეს, ეს ერთი არის და შემდგომ არის ის, რომ ადამიანი მივიდეს იმ ცნობიერებამდე, რომ ისწავლოს საკუთარი თავის მიღება, ან რაც არის ასევე იოგური ტერმინი იშვარა პრანითანა, რაღაცა ანუ სამყარო უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის, სამყარო არის ჰარმონიული თუ მე შემიძლია მასში ჰარმონიის დანახვა. მე ვხედავ სამყაროს როგორც უი სამყარო რა ცუდია და მასში ქაოსი არის თუ შემიძლია დავინახო რომ უი რა ლამაზი არის, მიუხედავად იმისა რომ მასში არის კატასტროფაც, ძალიან ბევრი უარყოფითი რამ, ანუ მთლიანი სურათი შემიძლია თუ არა მთლიანობაში დავინახო სამყარო როგორც სასწაულებრივი მოვლენა, რომლის ჰარმონიაშიც მე მაქვს ჩემი როლი, რაღაც დიად ჰარმონიაში რომ შევითანო, ასე ვთქვათ, ჩემი წვლილი და არ უნდა ანუ ეგო არის ის, რაც მიიჩნევს, რომ სამყარო ისე უნდა იყოს მოწყობილი, როგორც მე მიმაჩნია. ნაცვლად იმისა, რომ ყური დაუგდოთ სამყაროს და სამყარო თვითონ კარნახობს საითკენ მიდის. ანუ ის არ არის სტატიკური რამ, ანუ ჩვენც არა ვარ სტატიკური რამ, ჩვენც ანუ ასე ვთქვათ პროცესში ვართ, ანუ ბუდმივად ქმნადობის პროცესში ვართ, საჭირო არის, რომ ვიცოდეთ ანუ მოსმენა სამყაროს პულსაციის, სამყაროს ასე ვთქვათ დროის პულსაციის და ის თვითონ კარნახობს რა არის საჭირო არა ის რაც ვთქვათ აი რაც მე მინდა როგორც ინდივიდს, არამედ რაც საჭირო არის და ეს არის თითოეულის მისია მიღება საკუთარი თავის მიღება სამყაროსი და ასევე ტრანსფორმაცია და საბოლოო ჯამში მე მგონი ამაზე შენ გინდა საუბარი მადლიერება ესეთი მიდგომა სამყაროს მიმართ საკუთარი თავის მიმართ და სამყაროში საკუთარი